მოგესალმებით მეგობრებო, არ ვიცი ეს გადაცემა რამდენად შედგება, რადგან მარტო მიწევს გადაცემის წაყვანა. ალბათ იცით და თვალყურს ადევნებდით, ძალიან მიჭირს საუბარი ვებსაუბრობ ჩვენს თორებს სამწუხაროდ ჩემი საუკეთესო მეგობარი, ჩემი თანაწამყვანი გიორგი ნაზღაიძე დაიჭირეს. არ ვიცი ეს გადაცემა რამდენად შედგება და რამდენად ხალისიანი იქნება, მაგრამ ცხოვრება გრძელდება, ეს გადაცემა იმდენად გიყვართ, რომ შევეცდები, რომ მხოლოდ მე თქვენს ცხოვრებაში შემოვიტანო პოზიტივი გიორგის გარეშე და შევძლო, რომ ისეთი მხიარული იყოს, როგორც აქამდე იყო. მიუხედავად იმისა, რომ მე და გიორგი ნაზღაიძე ერთმანეთს ძალიან ვავსებდით, ფიქრობ, რომ მარტოც ძალიან მარტივად შევძლებ. და გიორგი ყოველთვის გახსოვდეს, რომ ჩვენ არასდროს არ დაგვავიწყდები, ძალიან ხშირად მოვალ შენთან, ჩვენ გუნდთან ერთად პერედაჩებზე და ყოველთვის მოგიტან ჩვენი სპონსორების მიერ გაკეთებულ საჩუქრებს, ტკბილეულობას, სანდომი არ მოგაკლდება, ყოველთვის ვიქნებით თქვენთან. დაიცი. დაწყალო, დამიჭირე. რამალე გამოგიშვეს. ჩემო თამას, მე თუ დამიჭერე შეჭებთან ერთად სამოხვალ. იმიტომ რომ იქიდან მაინც ერთად უნდა გავალყაროთ ხალხი. ყოველთვის მაინტერესებდა, არის იმის საშუალება, რომ ციხიდან გავიდეთ ლაივში. გადაცემები, რა საინტერესო. გაგიხარდა ხო რომ მარტო იჯექი, კარგი იყო ხო? ცოტა ვინერვიულა, მაგრამ მე მომეშვა. მოგეჭო, დავწო გაგიტეხა, მე მოგეშვება, აგერ ნახავში. პერედაჩებზე როგორ ივლიან, აგერ მაგასაც ნახავში. თან აი სცენარიც ნახი, აი რო შენ რო არ ახარ, აი მარტო დავრჩი. მეგობრებო, გიორგი ნაზღაიძის დაჭერა ასეთი მარტივი არ არის. ასე რომ ვიყურეთ, გადაცემა სარკასტიკა გრძელდება, არც მხიარულები და ბედნიერები. საზიზღარი. ხა მე ისე მაინტერესებს გეხვეწები და იწყე. ხალხმა რო დაიჭირა, რომ დაგიჭირეს. მოკლედ მეგობრებო, არა, ამბავი ნამდვილად რეალურია, ის რომ ჩვენ გადაცემაში დღეს მოდი ვთქვათ, ვინც ყავს სტუმარი, ხო? კი. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება სალომე გოგიაშვილი და სალომე გოგიაშვილმა გადაცემის გასვლამდე დადო ვიდეო ფოტომასალა, როგორ არის ჩვენთან ერთად ამ სტუდიაში. ამის შემდეგ ძალიან მალევე მირეკავენ პროკურატურიდან და მეუნებიან 158 მუხლით აღძრული საქმით უნდა დაიკითხოთ. და შენ უკვე კარგად აღარა. ხოდა მე ვერ მივხვდი ამ საქმეში, მე რა შუაში ვიყავი, ანუ ეს იცით ალბათ ეს საქმე, რაღაცა სალომეს პირად ოჯახზე ეხება, მის მეუღლეს და კიდე მესამე პირს. არა, მე იცი რაზე მეცინება, რომ იქ რომ მიხვედი და აი ხალხი რომ მოყვება, იურისტი, ადვოკატი, დაცვა, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა იცოდეს, ვინ არის გიორგი ნაზღაიძე. მაგრამ ამ ამბავში ის არის მთავარი, რომ საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ მე ვიყავი მოწმის სტატუსით. დაბარებული ვარ საგამოძიებო უწყებაში სალომე გოგიაშვილისა და ლიანა შენგელია, იგივე ლიკა შენგელიას საქმესთან დაკავშირებით, როგორც მოწმის სტატუსით, როგორც ამიხსნეს. არ ვიცი ეს ეხება თუ არა იმას, რომ სალომე გოგიაშვილი იქნება ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე თვითონ მეცინება ამ ყველაფერზე, თუმცა საინტერესოა რა იქნება აი ამ ფოტოზეა საუბარი. და მოწმის სტატუსით და ვერ გავიგე მოწმის სტატუსი იქ მანქანაში ხო არ იჭექ. მე სხვათა შორის სამწეთ ეგ მეგონა, რომ მეთქი ესაც თანამონაწილე ხო არ არის? როგორ? რა ვიცი, აი მეგონა, რომ აი ან ჩაკუჩი შენი ხო არ იყო? რაღაცა ან მე ხო არ ვიღებდი ჩუმა. ან ხო შენ არ იღებდი, ან შენც ხო არ იყავი მანქანაში რაღაცა მქონდა ეჭვები, იცი? არა, აქ მთავარი ამბავი ის არის, რომ როგორც ყოველთვის ლამაზ ხალხს ებრძვიან და ამ შემთხვევაში ჩვენ ორში მე მებრძვიან. მე კიდე ხალხი მირეკავს, თამას ნაზღაიძე დაიჭერენ და შენთან რა ხდება. არა, მე ზოგადად არ მახსენდება მსგავსი რამე აი სასამართლო. ნუ აი არ ხარ საინტერესო ფიგურა, თორე შენ რო საინტერესო ფიგურა ყოფილიყავი, ალბათ შენ დაგიბარებდნენ. არა მე.
აი შეიძლება ესეც ითქვას, ან შეიძლება ისევ ნერვულ უფრო ხო კიდე მიხვდნენ რომ აი შენ უფრო შეეფერებოდი ციხეს და აი საშენოა იკავრო და იცით რომ მე ვერ გადავიტან. მე ბორღო არ ვიწამწალე ეს ერთ გამოკეტილი ვერ. ანუ გეშინეთ ამას მე გეონები თუ ჩემი გზა იქ იქნებოდა, შენი გზაც იქ იქნებოდა, აუცილებლად. იმიტომ რომ ხალხი ითხოვს ჩვენ გადაცემას. ჩვენი ყოფილი პრეზიდენტის ბედს გავიზიარებდი და მეც ნინო კუზანოვს და იქ შესასვლელში წავიქცეოდი. ნინო ნადირაძის კლინიკაში გაგრიალდებოდი ეგრე. ისე კლინიკა მირჩევნია. კაი, მოკლედ გავერთეთ, ძალიან სასაცილო იყო ეს ყოფილი. მთავარი ამბავი ხალხო როდესაც ჭირდება მხარდაჭერა, ეხლა ჩაწყვეტილი კონდეს მაგ ფოტოს ამოვანათებ. ანუ მეგობრებო, როდესაც შენ თანაწამყვან მეგობარს უჭირს, უეცად ეს ადამიანი მომყვება და მგონია რომ აი გვერდში დგომა მაქვს, თანადგომა მაქვს და ასე შემდეგ და არ შემოდის შენობაში ეს ერთი და მეორე შენობაში რო შევედი, ხედავ ცოტა ხანში რომ ეს ვაჟბატონი ზის და ყავა და კრუასანს მიირთმევს კაფეში. აი ამ აი მე გეტყვი, არა, მე მოყევი ბოლომდე იქაც ველაპარაკებოდი ვინც იყო და ვის ელაპარაკებოდი? ის ბიჭი რო ჩამოვიდა თვით რო აგიყვანა. და შენ წახვედი. არა, მე ვუთხარი რომ შეიძლება მეთქი რომ მეც დამიბარონ მეთქი და არ გამოვრიცხავო ვიღაცა მითხრა და რო გავიგე რომ არ გამოვრიცხავო. ნერვული დიადაგდე ყავა და კრუასანი მოგინდა. მეთქი რა ვანილის ბოლოჯერ ჭამო. ყავა მოვასწრო. ანუ ფილმებში რომ აქ ნახე რომ რო იბარებენ და პირდაპირ გადაყავთ უკვე სასამიმაში ციხეში. მეთქი ვაი და იქნება და ამის მერე მე შევყავარ და მე ციხეში რო გადამიყვანონ ყავა მაინც ამ ქონეს დალეული ნალექიანი მეთქი და კრუასანი ნაჭამი, თორე იქ არ ვიყავი მეც. ბოლო წუთამდე გადაგცა ის კრუასანი. ალბათ იცოდი რომ ვაი და გამოუშვენ არ მიმასიკუდი. მე ხო იცი მოლის ვაუჩერი მქონდა ტასაცმლის და მეთქი აი სანამ მე ზებრიანი ზოლიან სანამ მე დამიძახებენ თქო შოპინგიც მოვასწრო და კაკრას რო დამირეკე მოლში შევდიოდი. კაი გადაცემა სარკასტიკის ახალი ეპიზოდი შეგვიძლია გახსნილად გამოვაცხადო, ჯერ თამაზამ გამოვაცხადე, მაგრამ ერთად ვაცხადებთ ისევ გახსნილად, საინტერესო გადაცემა გელოდებათ, საინტერესო ზარები გელოდებათ და ხმაურიანი სტუმარი, ვის გარშემოც, ამ სტუმრის გარშემო ატყდა ეს ამბები, ამ სტუმრის გამო ვიყავი მე დაბარებული პროკურატურაში და ამ სტუმრის გამო მე და თამაზას ეს თავსატეხი დაგვატყდა თავს. იმ დღეს შორიდან ვუყურებდი სალომე გოგიაშვილი მოდიოდა გზაზე. მერე ტროტუარზე და აი შავებიეთ რო გლოვდა. არა, არავინ გვერდზე არ ეკარებოდა, სულ შორს იდგნენ რომ ჩაკუჩია. ხალხს ეშინია. ჩაკუჩა მოდის, ჩაკუჩა და თან იმხელა ჩანთა ეჭირები ყველაზე გონიო იმ ჩანთაში ჩაკუჩი უნდა. სალომე გოგიაშვილი ზედმეტ სახელი შეგვიძლია დღეიდან იყოს ჩაკუჩა. აი დაუძახეთ ყველამ ჩაკუჩა, შინაურობა. იმენა საქმის გარჩევაზე ჩაკუჩით დადის კალი. კაი, მოდი დავიწყო სპონსორებით. ჩვენი გადაცემის სპონსორია Flame Food-ით, თბილისში ყველაზე გემრიელი ტრაფიკების ობიექტი, რომელსაც არაერთხელ და ძალიან ბევრჯერ ვსტუმრობთ, ხო, ძალიან გვიყვარს. უგემრიელესი სივრცე სადაც შეიძლება გამოგრიალდება. ამ ის რო გავაკეთეთ, რა ქვია, ბუგბანგი, ძალიან მაგარი ვიდეო. ძალიან გემრიელი. ასევე ჩვენი გადაცემის სპონსორია მიჰაუსი, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტი, რომელშიც შეგიძლიათ შეიძინოთ ლამინატი კაფელ-მეტალი და კედლის ნებისმიერი საფარი და სხვა სარემონტო სამშენებლო მასალები. ასევე შეგიძლიათ ნახოთ საინტერესო არჩევანი თქვენი სახლის მოწყობისთვის. ანუ თუ რემონტი დაგეგმილი გაქვს, მიჰაუსში უნდა შეგრიალდე. ნამდვილად. ასევე მეგობრებო, ჩვენი სპონსორია სანდომი, ყველაზე ტკბილი გემრიელი, როგორც ნეკები, ეხლა სხვათა შორის პასკების სეზონია და უგემრიელესი პასკები აქვს. და ჩვენ წინაშეა წარმოდგენილი სანდომის უგემრიელესი პასკა. მე ესეთი ინფორმაციას აქვთ. აბა წელს სანდომა ჩამოიყვანა ევროპელი ტექნოლოგი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ესე ბიუჯეტურ ფასად შექმნას ყველაზე გემრიელი პასკა და ანუ რეალურ ფასად, არა ის რომ მილიონებში რო ყიდიან. ასლარებად რო ყიდიან და რაღაც სასწავლები როგორც. იქნება ისეთი მოკვდავება რო შეძლონ ყიდვა, ისეთი ფასში. არის სასაჩუქრე შეფუთვარი ულამაზესი ასევე. ისეთი ნოტიოა და ისეთი გემრიელი, მოდი ნაზღოთ გავაკეთოთ ამის მუკბანგი, აბა. მუკბანგი. აი მე გეგომა სახშია გაკეთებულიო. ძალიან გემრიელია. კარგი, განჩენი სახში ჭამე. მე დედა ხელიდან დამაგდებინა. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გადაცემა იწერება podcast point-ში, ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენთვის სასურველი როგორც გადაცემები, ასევე პოდკასტები. ხარისხი თუ გინდა, ეს არის podcast point-ი. მორჩები ხა ჭამას როდის მე? ან ჭამი ან გადაცემა წაიყვანე, ან გადი აქედან ახლა. ეს ვინ არის რა?
უღონც საჭმელი დაგიდო მუქტაზე, ანუ არ ჩერდები. გემრიელია. გაფიქებ, მაგრამ გადაცემა, ნუ გაიყოს. კარგი, ხო, მე შეყვადე მე. გაგლიჯა რა პასკა რა. პოცი წავაფუილო. კაი, თამას, რადგან ეხა ვისაუბრეთ ყველაფერზე, მთავარი ამბავი დაგვავიწყდა ჩვენ და მთავარი ამბავი რა არის შენი აზრით? ნუ რა თქმა უნდა, ჭამის იმის იქით ხო ვერაფერზე ვერ ფიქრობ. მთავარი ამბავი რა არის? თავარი ამბავი არის ის, რომ გავათამაშეთ პარიზში მოგზაურობა. ბრავო! ეს ვიფიქრე, ხო? იფიქრე, ხო, იფიქრე. არა, მე უნდა მაჭამო, რომ აი გამარჯვებული ვინ არის? ნათია. ანუ, ნათიეს რა გვარი აქვს? შეეძრა, ჩამოწიდი. ჩემი გვარი მოვისტება ხოლმე. გიწერია და წაიკითხე. ის ნათია არის. მე მეგონა ამას შენიტყოდით, რომ ნათია. იმიტომ რომ სცენარი არ გაქვს, ნასწავლი. მაშასე მეგობრებო, გათამაშება ქონდა პარიზში მოგზაურობა ორ ადამიანზე და გამარჯვებული ყავს ნათია, რომლის გვარი არის? კიდევ ერთხელ მოვდივარ შენთან. თქვი გვარი. ეხლა მე მოვწევდი. აი ხო ყდებით რა რაში მიწეს მე რომ დავეჭირე ის გადაცემის დაიღუპებოდა. ტარიელაძე. პარიზში მოგზაურობა გადაცემა სარკასტიკი და გიორგი პარიზთან ერთად მოიგო ნათია ტარიელაძემ, რომელიც არის ბათუმიდან, ეს გოგონა და ნათიას ვულოცავთ ამ გამარჯვებას. მალე წაგრიალებულიყავი გენაცვალე. გათამაშების ვიდეო შეგიძლიათ ჩვენ Facebook გვერდზე ნახოთ live რეჟიმში, როგორ გავათამაშეთ. თუმცა თქვენთვის მაგ კიდევ ძალიან მაგარი ამბავი, სასიხარულო ამბავი. გლიჯე. გადავწყვიტეთ, რომ კიდე გავათამაშოთ პარიზის ტური. თუმცა დღეს არა და დაელოდეთ, რომელ გადაცემაში დავაანონსებთ ახალ პარიზში მოგზაურობას ორ ადამიანზე. ასე რომ უყურეთ ჩვენ გადაცემას, ეს არის გადაცემა, სადაც არა მარტო ერთობით, არამედ საჩუქრებში იძირე. რა კარგი, აი მიდიხარ პარიზში, ისე ორკაციანი გავათამაშოთ. ორკაციანი რა თქმა უნდა. თავისი ბილეთებით, მოგზაურობით, სასტუმროთი და ყველაფრით. ყველაფრით. კაი, მოგზაურობაზე რამე ისტორია გაგახსენდა რამე ესეთი? აი მე გამახსენდა ახლა. იცი რა არის, მე ისეთი ტანჯული ცხოვრება მაქვს გამოვლილი, ჩემთვის თბილისში ჩამოსვლას მოგზაურობას ნიშნავს. მე იცი თავიდან ის რო დავინახე, რა ქვია. ღმერთო ყველას როგორ აწოდებს. მე რო თავიდან ოკრიბას ხიდი დავინახე გადასასვლელი, აი ბრუკლინის ხიდი გეგონა. მე ვიცი როგორ გამიხარდა. და ბრუკლინშიც არ ხარ ნამყოფი. აი როგად მე კარგი ბიჭო. რა მინდა ბრუკლინში? ბრუკლინში მაცხოვრებელი ქართველები ახლა მაგრაკიდან გეუბნებიან. არა, ბრუკლინი არ ეხა გამახსენე. აი ნინელი ხანია ბრუკლინი არ გამიგია. გამახსენდაო, გეგონა აი მატყიდი მაგხიძე ყოველს რა. არა, ამ ხიძე რო გადავედი სამთოქიმის წინ დაბლახო მანქანები მოძრაობენ რა და აი დაბლიდან რო ჰაირი გადახტომა გინდოდა. არაფერი გადახტომა გინდოდა. დაბლიდან რო ჰაირი რო ურტყავდა ის უმაგიშებდა. გინიავებდა ფეხებს შორის, იყო ქრიალი. ხერია რა ისტორია გაქვს მოგზაურობის. რა მოკლედ ომამდე მივფრინა უკრაინაში, თუ არ მეშლება უკრაინა და საზღვარზე მაჩერებენ მესაზღვრები და მეუბნებენ, რომ თქვენზე რაღაცა პრობლემა არის და თუ შეიძლება არაფერი არ გადამქონდა არასოდეს და თან აქ ქვე გეტყვით, რომ პოცი არის ჩვენთან. რატო ნერვიულდი, რაღაცა სერიოზული გადაგქონდა. არის იმ მომენტში სერიოზული იყო, ეხლა გეტყვი რატო. მოკლედ შემიყვანეს ოთახში. გეხოთე ისეთი რამე რა თქო, რომ დაგიმძიმდეს. 118 მუხს დაემატოს პრიმა მუხლი. მოკლედ ამბავი იყო ის, რომ მითხრეს მოსაზღვრებმა, რომ რაღაცა თქვენ და შემოხვიდეთ ოთახში შემოწმებაზეო. ვიფიქრე რა შემოწმებაზე ხარ. არაზოდეს არაფერი გადამოკი არა ქცემ ხა ნუ აბაზრებ რაღაცებს. მომხმარებელი არ ვარ არაფრის. ნუ და შევედით ამ ოთახში და ნუ არ მიშვებენ რა ხარ სადაც ნახევარ საათია ვზივარ და ნუ აი ვერ გავიგე რა უნდა და ბოლოს ავდექი და გამოვიყენე ჩემი ცნობადობა და ვეუბნები რომ Google-ში ჩაწერეთ მეთქი და იქ ნახავთ ვინ ვარ მე ვარ მეთქი საქართველოში ცნობილი ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე. აჰა. გახსნეს ეს კომპიუტერი და უყურებენ ესე მიყურებენ მე უყურებენ ესე შოკირებული და დამავიწყე Google-ში რომ ჩაწერე გიორგი ნაზღაიძეს პირველი აგდებ ჩემს შიშველ ფოტოებს. თავიდან ხო ეგრე დაიწყეს. გადა ჩემსავით იუმორით ანუ შენ თავიდან გაიხადე. ენა ჩაიდე. მაგრამ მე ერთი იყო შონა ბეგაშვილი და მეორე იყავი შენ. ვინც გაიხადა? არა, ეგ სიმართლე არის კი. მაგრამ ეს არ იყო მანდე და მე არ დამიწყია. ეს იყო შუაგზაში სამუდაო სფეროში იყო და მოკლედ ესე უყურებენ და ბოლოს მეუნება ეს მესაზღვროთ
აი რაღაცა შენ პორნო ვარსკვლავი, ნუ ინგლისურად მეუბნები, შენ პორნო ვარსკვლავი ხარ. რა უთხარი? მივხვდი არა მეთქი და როგორ არაო და მომიტრიალა ეს ფოტოები მაჩვენა და მივხვდი რომ ეს პორნო ვარსკვლავობა ალბათ გამანთავისე, კი პორნო ვარსკვლავი მეთქი და გამომიშვე. მაგის მე არავის აღარ ვეუბნები Google-ში ჩაწერო გიორგი ნაზღაიძე, იმიტომ რომ პირდაპირ ამ რა ვქნა ეხა ცოტა ჩაწერო შიშულ ფოტოებს ამოყრის. რა გადაღება იყო ეგეთი. ამოყრის რას ნიშნავს სპეციალურად ტიპ? მე არა. ეს ზოგადად არა, ეხლა არ გეწინოს, ჩემგან ეს არის ასაკობრივი. მართლა. აი რო უკვე მიდიხარ ისე რომ ფეხზე ცხარი გაქვს გამობმული, გინდა რომ შენი აი სხეულის ეხა ასაკობრივად რო შემოგწე და ფეხზე ცხარი სააღდგომოდ გამოდებული რო გექნება ერთი 10 ცხარი მე ნახავ. პასკა კი არის აქ. დადიხარ მოცელი გაიხდუნე რაღაცა ის აი გინდა რომ რაღაცა ეჭიდები. დეგენერატო მაია ასათიანის გადაცემაში ვიყავი და მაშინ მოხდა ეს ამერიკიდან იყო შეკვეთა. მაიასაც ფეხზე ცხარია გამობული და ის კალგოტკებში სუფეხები აი ესე და აი მაგ ფეხებით არ მოგუდოს მაია ფრთხილად იყავი და თავის ტონალურები არ გლეწო სახეში. მოკლედ ეს იყო ძველი ჩემი მაგარი ცხოვრება. ეხლა მე მესმის რომ შენ გშურ ჩემი ცხოვრების, მაგრამ ნუ რას ვიზავ? შენ ხარ თამაზე და მე ვარ გიორგი. იცი რა არ მიმოგზაო. არა, ამასაც დაგიტოვებ. გიმოგზაურე ხალხო აწოდებს ყველას თავს. ბაზარში რომ მიდის, ამის ხელფასი არ ვიცოდე მაინც რამდენია. ხალხსთან მიდის ბაზარში და აწოდებს თავს და უფასოდ მოაქვს. კიტრი, მწვანილი, კარტოფი, ყველაფერი მოაქვს უფასოდ. საიდან მოიტანე ბიჭო? ვიცი მე. ეს ხალხი თავისით ჩუქნის. აწოდებს თავს ყველას, ესე დადის. რაღაცა დახეული ცელოფრით. და ის საწყლები უყრე, აჰა, ის გაჭირებული, კიდე ამას რო ეხმარებიან. აი საზიზღარი ხარ. კაი, всё, მოვჩეთ ეხლა ამ ღლაბი გლუბს. აი, არ დაიჯეროთ ხალხმა იცის რომ ეგეთი ადამიანი არა. ხალხმა ნაზღაიძე სიმართლეს იძახის ყოველთვის. იმიტომ ვიყავი დაბარებული. კარგი. თავარი ამბავი. აი, თქვი რა წამოვიღე ბაზრიდან. ამის მერე შენ საუბრის ჩანაწერებს გავაკეთებ ხოლმე და მაგ ჩანაწერებს გავუშვებ პოდკასტებში. კაი, თავარი ამბავი. საქართველოში ჩამოდის რიკი მარტინი. მე როგორი ფოტოები შევარჩიე, როგორ ფორმაში მივდივარ. რიკი მარტინი ჩამოდის საქართველოს ფოტოს ავტორის თავ აუცილებლად, ჩვენ გადაცემა სარკასტიკა, აი კარგად მომზადებული მიდის ამ ღონისძიებაზე და ჩამოდის რუსთავში, ბილეთის ღირებულება იქნება 200-დან 1600 ლარამდე. რა მაინტერესებს ცი აი ამ 1600 ლარში მარტო სიმღერა შედის თუ აი რიკი სხვა მომსახურებები რა მომსახურებები? აი სხვა მომსახურება რა. აი რა თქვი? რას დაიშტერებ ხოლმე თავს? რა? ეგეთ მეც გაბა მე 1600 ლარს როგორ რიკი მარტინს რო იქ არ მოусმინოთ, ჩავთავ YouTube-ში და მოусმენ. ეს რუსთავი რა თამამია? ჯერ იყო ეს პროჭის ქანდაკება ქონდა. აი შესასვლელში. ხოი რაღაც დიდი პროჭი. შეიძლება რიკი მარტინმა ვაფშე ქანდაკება ნახა და მაგიტო ჩამოდის. ქანდაკება აღარ არის ხო იცი? სულ ქანდაკება არ გიდა ცოცხალი პროჭი. მოკლედ რუსთავის არის თავრობა თუ მოსახლეობა როგორი თამამები ხარ ჯერ ეს ქანდაკება კონდათ პროჭის ეხა რიკი მარტინი ჩამოყავთ რუსთავი. რა რუსთავის გარკვეულ უბნებში წყალი არ არისო და რიკი რა იმღერება. რიკი მარტინი და 1600 ლარი როგის ბილეთი. 1600 ლარი აი მე რა ვიცი ბრუნო მარსზე გადავიხადე 400 ლარი და აი მენანებოდა და. აი მეგობრებო გადაცემა სარკასტიკამ გადაწყვიტა ამ ღონისძიებას დაესწროს და განსაკუთრებულად მოვემზადეთ და შეგიძლიათ იხილოთ ფოტოები თუ როგორ ფორმაში წავალთ ამ კონცერტზე. შენ რა გოხტა ფეხები გაქვს? დელმოზა ისი ხუი აი შენ ცოტა ჩასუკებულ. რიკი მარტინი რო გამოსუ იმიხსა ეს თავის ეს აი შენ ცოტა ჩასუკებულ ხარ ოღონდ. ცოტა ვარჯიში რას დავიწყე. ვარჯიშობ და ფუკ მუცელი. არა აი რიკი მარტინი არა მგონია რომ შენ ეგეთ ფორმაში გაგაჭიროს. დარწმუნებული ვარ რომ აი რაღაცა რა ქვია მაგ ფრინველს რომელი? როგა პაგაშკა რა იყო ის? ისა ფლამინგო ხო? შენ სპეციალურად ჩაიცი, იმიტომ რომ იცი რომ ფლამინგოებზე გიждდება რიკი მარტინი. ხო, გადარეულია. კაი, მოდის გადავიდეთ ახლა ზარებზე. მეგონი საკმარისად მეტი ვისაუბრეთ. ხო, რა ვიცი რიკი მარტინი არა. მაგრამ სანამ ზარებზე გადავალთ, მოდი ჩვენი სპონსორების გამოვაგრიალოთ კიდე. ჩვენი გადაცემის სპონსორია მოგზაურობა გიორგი პარისთან ერთად. თუ გინდა ამ ბედნიერ გაზაფხულზე კარგი გემრიელი დასვენება, დაუკავშირდით გიორგი პარისს და დაეშვით საფრანგეთში, რომ გაატაროთ ფრანგულად
და გიმრიელად. ასევე გადაცემის სპონსორია პარკ ორთაჭალა, რომელიც მდებარეობს გორგასლის 105 ნომერში. თავისუფლებიდან 8 წუთის სავალზე ქალაქის ცენტრში, თუ გინდა რომ იგრძნოს სიმშვიდე და კომფორტი. ასევე თუ დათმოდა კიდე რემონტი დაიწყო მიდი მიჰაუში. ხო იცი ყველას სიცხეებს ელოდება ხოლმე რომ რემონტი შემოსწოს და კაი, დამთავარი ვიწყებთ ზარებს. დღეს გადავწყვიტეთ რომ დაურეკოთ ბევრ ლამაზ ადამიანს. მართლა? ანუ განსაკუთრებულად ლამაზ ადამიანებს. იმიტომ რომ ხო ძალიან ლამაზები ვარ და გვინდა რომ ლამაზებს დაურეკოთ. და პირველი ზარი, მოდი თანაბრად რომ ის სამართლიანად რო იყოს და მე არ თქოს ვიღაცამ რომ თამაზებს ჩაგრავ თურმე ზარებში. ხო. პირველი ზარი იყოს აი შენი აზრით ვისთან დაგარეკინებ? არ ვიცი. სალომე ღვინიაშვილი. სალომე ღვინიაშვილი ტელეწამყვანი მოდელი და შენ უნდა დაურეკო ეხა სალომეს და სალომეს უნდა უთხრა რომ სალომე იყო გადაღებული აბაზანის რაღაც ბანერზე სადაც აბაზანაში წევს რა ღვინის რეკლამაში ხო ღვინი და აბაზანაშია ჩაწოლილი თუ რაღაცა და შენ უნდა უთხრა რომ აი ნახე ტაშტში რო წევ ხარ და ჩვენ ჩინეთიდან შემოგვაქვს ძალიან დიდი რაოდენობა ტაშტები ხო და ჩემ ტაშტში რო ტაშტის სახე რო გახდე რა სხვადასხვა იმით რა და ხა როგორი ფოტოები იქნება ხა ჯერ უნდა დაგთახდე ჰონორარზე ანუ თავისთავად იცი რაც ღირს და რამდენი ტაშტით გაიყიდება ყველა ტაშტიდან 1 ლარი პროცენტს მივცემთ აჰა ურეკავთ სალომე ღვინიაშვილს მოიცადე ხოთ დაელოდოთ ნომერი დაკავებულია please wait the number is busy გვეჭქარება ამასობაში მე პოცი გავახსენე. ხოთ დაელოდოთ, ნომერი დაკავებულია. Please wait, the number is busy. ვიღაცა ხوار დაარჩა ტაშტებზე კიდე. არ დამასწროს. სალომე ღვინიაშვილი და ტაშტის რეკლამა. ალო. სალომე გამარჯობა, როგორ ხართ? კარგად. მალე ხართ? მე გიორგი ვარ. თინიკაშვილი. იცით რაზე გაწუხებთ? სარეკლამო შეთავაზება მაქვს თქვენთან და თუ დაინტერესდებით, ან თუ გცალიათ 2 წუთს წაგართმევთ. რომელი ბრძანდებით? გიორგი თინიკაშვილი. დიახ. სალომე, თქვენი ბანერი ვნახე ჭავჭავაძეზე, რაღაც ტაშში როზი ხართ, ღვინის რეკლამას აკეთებთ თუ აბაზანის და მეც ჩინეთიდან ჩამომაქვს ტაშტები და მინდა რომ შემოგთავაზოთ ჩემი ტაშტების რეკლამა. თქვენი ხართ რა ქვია, დაზღაიძე და მეორე. არა. სალომე პრივე. როგორ ხარ? კარგი, როგორ? კარგად. აუ როგორ გვიწა? აი, როგორ ვერ უნდა გიც. არა და მეთქი ტაშტის პროცენტზე დავსავ და აი. სალომე ხომ მოხვალ ჩვენთან გადაცემაში? და უფრო დამაჯერებელი შეიძლებოდა რამე რო გეტყვი. აი, ამის მოფიქრებულია ეს იდეა. ხო. კაი, სალომე, მადლობა დროებით. დროებით სალომე. დროებით. დაზღაიძე ის მეორეო. ნუ რა ვქნა, ყველა ბიცდობს მე და ხაში. ნაზღაიძე და ბევრი შრომა გჭირდება კიდე. ნაზღაიძე და ის მეორე. რო გაგეხადა ის კიდე კარგი, კაი რეკლამა არ შეთავაზე ტაშტი შეთავაზე. ის აღარ იქნებოდი ის მეორე რო გაგეხადა. იქნებოდი ნაზღაიძე და ეს ბიჭი. ასაკში არიან და იმიტომ ხსომე შენ დაბერდნეტორი. ახალგაზრდობას კითხეთ ის მეორეს არ იტყვია. ეხა მე დაურეკავ სალომე, მაგის მეგობარია, სალომე ჩაჩუა. რუსა ჩაჩუა. თუ რუსა ჩაჩუ მართლა დავბერდი. რაღაცა თაფლიანი წყალს მე ჩამოგიტან სოფლიდან თაფს რო აი. მართლა წვარი მაგ ფეხზე გამოფუნდი. მე არ ვიცი. მოიცადე. შენ საიდან იცი რუსა ჩაჩუა მეგობრობ? ვიცნობ კაცო რუსა ჩაჩუა. საიდან? ყველს ყიდით ერთად თუ საიდან იცნობ? მოიცადე არის. რუსა ჩაჩუას ვურეკავთ სტომატოლოგიური კლინიკა გაიღიმედან. Smile. ნუ ქართულად რა ამ შემთხვევაში გაიღიმედან და ვეუბნებით რომ გვინდა რომ პროტეზის რეკლამა გააკეთოს, იმიტომ დაუნახეთ რომ უკან ორი საღეჭი ისა კბილი არ აქვს. ერთ-ერთ ვიდეოში. მას ვიცი რა მახსენდება რაღაცა პროექტი ხო ხიბლიანი საქართველო. მიშას როსო დააცალეს კბილი. სანამ ტემპები არ დაავდეს დამიკრო ჯები კბილები. ხვარ რა მოგეცეთ კბილებს არ მოგცეთ. ერთად ამომიღეს 32 კბილი ვიღაცა რო იძახის. ქალბატონო თუ 32 კბილი აქვს ადამიანს და რაღაც დაიძრეს კბილები. ალბათ ვარსკვლავის ღიმილი უნდოდა. მოკლედ ურეკავთ რუსა ჩაჩუას და კლინიკა სტომატოლოგიური კლინიკა ღიმილიდან თავაზობ. იცი როგორ ხარი? ვიცი რომ საღეჭი კბილები არა გაგდა ჩაგისვათ თქო. მართლა რა საღეჭი კბილები? არ ვიცი შეჭი.
არა მითხარი არა აქ და მეთქი არა ეს გვინ ჭირდება რეკლამისთვის თორე მე მეგონა მართლა არა ქონდა რუსა მინდოდა მე გახლავართ. რუსა გამარჯობა რეკლამის თაობაზე გაწუხებ სტომატოლოგიური კლინიკა გაიღიმედან თუ გაქვთ 2 წუთი რომ რაღაცა დაგელაპარაკოთ კი ბატონო, მაგრამ მე მგონია მაიმუნობა გაიღიმე არ არის სტომატოლოგიური. არა, სმაილი ქვია, უბრალოდ ქართული თარგმანით გაიღიმე გამოდის, ამიტომ ინგლისურად არ გითხარით. ძალიან მეცნობა თქვენი ხმა. არ ვიცი. კარგით, ვისაუბროთ. მოკლედ რუსა რა გვინდა, იცით, ჩვენ გვაქვს პროტეზები ჩამოტანილი იტალიიდან. და გვინდა რომ ეს დაგვირეკლამოთ თუ არის შესაძლებელი, იმიტომ რაღაცა ვიდეოში ნახეთ რომ უკანა კბილზე ეს საღეჭი თავი კბილი არ გაქვთ და რაღაცა ყველა კბილი მაქვს, მინდა გაგიცრუოთ იმედები ყველა კბილი მაქვს. და აი ისე რომ გავაკეთოთ მაგალითად ის ერთი კბილი რო ამოვიღოთ და მაგალითად მერე ჩაგისვათ პროტეზი და არა ძალიან ძვირი დაგიჯდებათ. გადავიხდით. უბრალოდ ჩვენ გვინდა რომ აი ეს პროტეზი გვაჩვენოთ. გიცანი. ძალიან სასიამოვნოა რომ მეც მოხვდი თქვენს პოდკასტში. საკიდარდა ძალიან ნაცნობი ხმა იყო თავიდან. გიორგი ნაზრეძე თამაზა გადაცემა სარკასტიკა. ძალიან სასიამოვნოა. ხალი სილამაზით გამორჩება და სახეჭი კბილები არა გაქვს, მოსაკლავი არა. იცი, ესეთ ადამიანს უნდა დაურეკო, ვინც არის ძალიან ლამაზი და ანუ იდეალური. ნუ ეტენები ახლა წეგან მეუბნებოდი კბილები არა აქვს და ეხლა დაურეკე. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. კოცნი დროებით, კარგად. უღრმესი მადლობა. წარმატებებს გისურვებ და ძალიან ბევრი გიყურებთ მეც და ჩემი მეგობრები. იმედია გადაცემაში გვესტუმრები. აუცილებლად. თუ კბილებს არ დააგრობ მოვა. კარგად, დროებით. დიდი მადლობა, დროებით. იცი, ეს მომღერლები კაი გწოდდნენ, ვოკალია გამოდელებს, არადოს არ გონეთ. ჯერ გითხრა დიდი მადლობა რომ შეეშთე რომ კბილები არ დააძრო. ურეკავთ რუსკა მაყაშვილის დედას თამარ მაყაშვილს და ვეუბნებით რომ რუსკამ სცემა ჩვენი დაზარალებული და კიბიდან დააგორა და საავადმყოფოშია გადაყვანა. ქალბატონო თამარ, გცალიათ ერთი წუთი რომ დაგართვათ. კი ბატონო. რუსკასთან ვერ გავდივარ კონტაქტზე, რაღაცა ისე მოხდა შემთხვევით ხელი მკრა და კიბებზე დავგორდი და საავადმყოფოში ვარ მითხრა რომ დაგირეკავთ თუ რაღაცა. აღარ გირეკავთ. აღარ მირეკავს. წარმოგიდგენიათ და თქვენ მინახავთ. დაზარალებული ქალბატონო თამარ ვინ ვიქნებ? მე საერთოდ გვარ დაზარებულს არა. ადვოკატს გამოგიგზავნით. ადვოკატი არ მინდა, მთავარია გადაიხადონ ის, რა ქვია, კლინიკის საფასური. რა ქვია, რა გვარი ხავთ, კაცო, დავრეკავა შე კლინიკაში და მოგხედავენ, არის ნერვიული. ლევანი მქვია, გვარი აღარ მახსოვს, იმიტომ თავი მაგრა დავარტყი. თავი მეარტყით სერიოზულად, ხო? კი. ამას შესაძლოა, ჩემი ტელეფონი გახსოვდათ, რაც თავარია. არა, აქ მომცა ეგთანმა. ეგთანმა მოგცა, ძალიან საყვარელია. ეს თამარამაც დააგორა 1-2 კაციო და გვაქვს. 2 არა, 3. კონტაქტები გვაქვს. ინფორმაცია არ გზნიათ სწორედ 3 მხავს დაგორებული კიბეზე მარმარილოში. სოთო. აი მე და იოდის ნაკლებობა აქ ამას. გადაცემა სარკასტიკა, ნაზრა როგორ ახარ თამარ? ვაიმე ისახა, რა ქვია, გიორგი შეხა? ხო, გადაცემა სარკასტიკიდან გირეკავდით ახლა. ვაიმე რა არა ნორმალს. გიჟდებ თქვენზე, ბიჭო, ხმაზე ჭირვი იმას ქენი, ხო იცი რაღაცა ვიცი. დაეჭვდი. ცოტა დავეჭვდი, მაგრამ ისეთ ხარხარი ამიტყმეთ, რომ ვიშტომოდი ჩვეულებრივ. დამარტივად მიიღეთ ქალბატონო თამარ. ანუ რუსკას დაუგორებია ეს, ხო ხალხი კიბეები და რუსი ხო პარალელს სულ აგორებს ყოველ დღე. გიორგი კაცი თუ არ გააგორა, ყოველ დღე არ უარდა. თამარ, ძალიან დიდი მადლობა რომ გვიპასუხე. ძალიან ბევრი ვიცინე ის აი ხასიათზე დამაყენეთ მაგრამ არ შეიძლება ამასინათ უყურებდი რაღაცას და მეოთხე ესენი ვერ მოისურვებენ მეც დამერეკავენ მადლობა გვიყვარხარ ჩემო ოქრო საუკუნე უნახავო მე კიდევ დამაგორეს და ისე ხშენ უყვარხარ ხარ რა უშავ შეხო დაზარალებული შენ არიცი მიყვარხარ ჩხარა მაგის გარკვევა გინდა თამარ გვიყვარხარ შვიდობიანი ღამე აბა წარმატება ბიჭებო ასევე აკა
ეხა კი ვიცინეთ, მაგრამ ეხა შენ უნდა ჩაგიტარო მეორე სერია. ეს იგი არ შეუძლია ამას, რომ არ დაუმთავრო საუბარი ისე, რომ ადამიანი დაამთავრე საუბარი კითხვის ნიშნით. ანუ დაამთავრე ისე, რომ იმ ადამიანს ეგონოს, რომ მართლა მოხდა თუ არა ეს. არ არის სავალდებულო ყველამ გაიგოს, რომ სარკასტიკიდან დაურეკეთ. არ არის სავალდებულო. მე ბოლოს მეთქი რომ სარკასტიკიდან დაურეკეთ და რაღაცა. შენც ახლა ჯულია რობერტის ღიმილი არ ქონდა, რომ დააღებ ცხენივით ამ კბილებს რომ გადმოყარე, ვერ გავიგე. ნინო ჩხიძეს დაურეკა ოღონდ ქალის ხმით. ვითომ გაჭრის? ნახოთ აბა. ნინო ჩხეიძეს ურეკავთ ტუალეტის ქაღალდი ამოისვი და გვინდა რომ შევთავაზოთ მისი სუნამო და ჩვენი ტუალეტის ქაღალდის კოლაბორაცია. ალიო. ბატონო. ქალბატონო ნინო როგორ ხართ? კარგად, შენ როგორ ხარ? მეც კარგად. იცით რაზე გაწუხებთ? მე მაქვს ტუალეტის ქაღალდის კომპანია, რომელიც სახელიც არის ამოისვი. ხო და მინდა კოლაბორაცია თქვენს ბრენდთან, სუნამოსთან. აურა კარგია, თან ბალენსიაგას კაბავ ნახე, ესეთი ნახეთ თქვენ, ძალიან ტრენდულია. არა, რომ მომიყვეთ, არ მინახია. კი, ბალენსიაგას ახალ კოლექციაშია, ეს ტუალეტის ქაღალდებისგან საღამოს კაბა აწყობილი, შემიძლია ფოტო გამოგიგზავნოთ. ჩვენ გვინდა რა იცი რა, ჩვენს ტუალეტის ქაღალდის ანუ სურნელი კონდეს ნინო ჩხეიძის, აი ნომერ პირველი სუნამო. სუნი. არა, მაშინ უნდა რაღაცა ლიმიტირებული გავაკეთოთ, იმიტომ რომ ეს ლიმიტირებულია ჩემი კოლექცია და სულ იქნება 5 ცალი ტუალეტის ქაღალდი. 5 ძალიან ცოტა. აი თქვენ რამდენს გვირჩევთ? რამდენი ცალი გამოვუშვათ? მე ალბათ 10,000 და ზევით. შენ რას გისწავი? მართლა ნახე, უნდა ჩაგიგდო ის ფოტო. რომელი? ბალენსიაგას კაბა ტუალეტის ქაღალდებისგან. მე ჩვენ კიდე ის გვინდოდა თან სახელწოდება ჩვენი კომპანიის ამოისვი. ნინო ხო ხედავ რა არის მეგობრობა, რომ ყველა გადაცემაში შენი სუნამოა, რომ აი ამოყიდო. მოიცა, ეს არის მეგობრობა ამოისვიო რომ მეუბნები. ანტიპიარის პიარია. როდის მოდიხარ გადაცემაში? სუნამოებს როგორ ველოდები? არ მოდი ამ გასწავლე. სანამ წესიერ თემაზე არ დამირეკავს და არ მომეწონება აღრებოვანი. ნეკა დოროყაშვილის დუეტი უნდა გვინდა რომ ჩავწეროთ იმას გიორგი უშიკიშვილთან ერთად. თუ გინდა შენთანაც ჩავაწყობთ მაგ საქმეს. ვისთან დუეტი? ნეკა დოროყაშვილი და შენი დუეტი. ანუ ჩვენ გვინდა რომ გიორგი უშიკიშვილს შევთავაზოთ ეს დუეტი. როგორ მინდა წაღვეთან ალოყვა. სიამოვნებით. და ის რო აქ თან ამლოკე როა პრინციპი მისამღერში ამლოკე წაღვერიდან თბილისამდე ამლოკე არა ფიქრობ რომ ჩემი მოსვლა თქვენთან საშიშია არა იცი რა საყვარლები ვარ საყვარლები ფულები ნინო გვიყვარ ხარ ნაზღი შემეუბნები საყვარელი ხარ არა ჩემთვის იყოვებთვის ხო და ფუნფულა ჯიბილეგეთნე ნინო იმ ექსკლუზივს ხო არ მოგცემ საგურამოს ბინარო ჩადეს სუნამოების გამო იპოთეკაში თუ მაგ როგორ რაღაცა ინფორმაცია გავძელდა რომ ვიღაცები იყვნენ შენთან საგურამოში ეზოაზომეს რომ იპოთეკაში ჩადო სუნამოების გამო და ესე მაგრა დაიძრა რომ ამ ხელა ბიუჯეტი მოხდა იპოთეკაში არა გავყიდე გაყიდე ხო კი მართლა გაყიდე აი სუნამოებში ჩადო დედა ექსკლუზივი გვაქვს ნინო კოცნით გვიყვარ ხარ კოცნი მე პაკა 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 რა გავაკეთებ ხო გავარკვიე რომ მართლა ვიღაცები ესაზომათ ეს გასარკვევი თუ ისო ტელეფონის ზარებზე უკვე ყველა გვხსნობს მეზობელმა და ამერიკა ეზოსომავენო ხედა მაინც თავისას რო აწევ ანუ გადაცემის პრობლემა არის ის რომ ხმაზე გვცნობენ და შენი პრობლემა არის რომ ნინო ჩხეიძე მიწა გაყიდა თუ არა ეხლა მეორე ფიქრი მაქვს ეს სუნამოები ისე მაგრა დაიძრა რომ ამ ხელას საგურამოს სახელი მე ლაპარაკობ გადაცემის ხმის ტემბრზე რო გვცნობენ და შენ მელაპარაკები ნინო ჩხეიძის სუნამოზე და აგარაკზე ანუ სადღაც გაქცეული გვაქვს დამანებე ეხლა თავი შენ დარეკი აბა ეხლა და ისე ქენი შენ ხო გიცნეს კაცო მე რა მომადები ხო ღმერთო მე რას დარდობ და ეს რას დარდობს და კიდე ჭამს საზიძღარი კაი ეხლა მე დავრეკავ მიხაოშვი უნდა მივიდეთ ლაფატკა უნდა წამოვიღო სამშენებლო რაღაც თავი უნდა გაგიხეთქო იმით ანუ მე რა პრობლემა მაქვს ხალხო და ამას რა პრობლემა აქვს დააკვირდით რა გინდა ბიჭო ზემ კიდე დარეკე ეხლა სადაც გინდა დარეკე всё მე მოვჭი მიდი არ იგზავნება აჰა სცენა კიდე დარეკე სადაც გინდა
ეხა რაც გინდა ქენი. Всё. ვურეკავ ალერგოლოგ ბიძინა კულომბეგოვს. მომაქცია ყურადღება. არ გაქცევ ყურადღებას, არა. რაც გინდა ქენი. ბატონო ბიძინა გამარჯობათ. როგორ ბრძანდებით? ბოდიშ ესეთ გვიან რო გირეკავთ. რატე გაწუხებთ იცი? რაღაც ალერგია მაქვს, აი დამფოთლა მთლიან სხეულზე და რაც არ უნდა დავლიო, არაფერი არ მშველბლის. ანუ რა გავაკეთო მე თქვენთვის მითხარი, როგორ დაგეხმაროთ? რა წამალი შეიძლება რომ მივიღო, რომ აი ვთქვათ მიშველოს, უცებ რომ მიშველოს. აი მე ასეთ სიტუაციაში შესევიქცევი ხოლმე WhatsApp-ში ან Viber-ში დამოგდონოთ ამ დაფოთული სურათები. ხო. და აღვიქვამ რომ რა დაავადებაა, რომ რაიმე არ შემეშალოს და მე მკურნალობას მოგწერთ სანამ დაგიბარებ კლინიკაში. ისეთი ადგილზე მაქვს რომ მერიდება ფოტოს გადაღება და გამოგზავნა. აი რამენაირად მოახერხეთ ან 112-ში უნდა დარეკოთ მაშინ. სხვანაირად ისე ვერ მომცემთ ხო აი რაღაცა. არა მეც ვერა, ზეპირად ვერა. დიაგნოზის გარეშე არ შემიძლია რა, იმის შემიძლია. აი ზუსტად ისა დაწითლებული მაქვს და აი დასიებული. ხო აი არ ვიცი, უნდა შევხედო გამონაყარს, სხვანაირად არ გამოდის. ექიმთან არაფერი არ არის მოსალიდებელი. თუ რამე გამონაყარი ამ ფოტოთ, დაასურათე და გამოგზავნე, არ მოგერიდეს. აი მე ისე მერიდება რაღაცნაირად. არა უშავს, ამენაირად რომ დაძლიოთ ახლა ეს. კაი აი თუ დავძლიე დაგირეკავთ მაშინ. კარგით, აბა ბედნიერად, მადლობა. ბედნიერად. ნაზღაიძე დაიწვა. ვურეკავთ გუგა ქაშიბაძეს, დამწრობის ცენტრის უფროს. ბატონო გუგა, გამარჯობა, როგორ ხართ? კარგად. იცით რაზე გაწუხებთ? ჩემს მეგობარს გიორგი ქვია, მდუღარი წყალი გადაესხა მთლიან სხეულზე. ხო და არც ერთი დამწრობის ცენტრი არ გვიღებს, სადაც დავრეკეთ და სად შეიძლება რომ მივიდეთ? სულ დამწვარი აქვს, სულ გამოიწვა ყველაფერი. რაღაც მეცნობა თავს თქვენზონდები? მე რა ხავკნა? ბატონო გუგა. ეგეთი კაი სმენაც არა მაქვს, მაგრამ რაღაცა. ბატონო გუგა, არაფერი დამწვია არასდროს და ვერც მოვიფიქრებდით თუ ჩემ ხმას იცნობდით. აი გისა, თუ მართლა დაიწვა. არა, დამწვარია სუბედური მდუღარი წყალი გადაესხა თელფეხებზე. 140-ში დარეკოს, ამბოლას ასაფრთხო გადაიყოს რა, ხეჩინაშვილის კლინიკაში. ხეჩინაშვილის კლინიკა. კარგით. ხო. თქვენ მეგობრის გამოფრთხილო. ორგე. აი მე არა, ბატონო გუგა, არ გააფრთხილოთ, ეს ისეთია, რომ სახში მკურნალობა ურჩევნია, ფული რო არ დახარჯოს. ყველა ადამიანი თავის ფედის მშვიდელია. ხო. მადლობა ესეთი კარგი დამომწროე პასუხისთვის. აბა კაი საღამოს. კაი. ნახვამდის. ასევე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩვენთან არის მიჰაუსი, ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლიათ როგორც სარემონტო, ასევე სახლისთვის ნებისმიერ ნივთი შეიძინოთ. ასევე გენაცვალის სანდომი. გინდა პასკა. გაჩვენდი, არ გიკონტაქტები, ხო ხედავ. ვურეკავ თეონა თავართქილაძეს, მას აქვს თავისი ბოქსები, beauty box-ები და ერთ-ერთმა beauty box-ის ნაწარმა ჩემ თანაწამყვანს მისა ალერგია, აჭრილი კრემი იყო შიგნით. თეონა, გამარჯობა, როგორ ხართ? გამარჯობა. კარგად. თქვენი საკონტაქტო გამოვართი, თქვენ საიტიდან შევუკვეთე ბოქსი, beauty box-ი. ხო და რომელიღაცა კრემი აღარ მახსოვს, ხელის კრემი იყო თუ ფეხის კრემი, ვადაგასული მოვიდა, რო წავისვის თელი სახეზე სულ დამაყარა. მე მგონი ხვდები ვინც ხართ. აი საყვარელი ბიჭი რო ხართ, ცოტა ზემოთ შეკრული თქვენ. არა. თქვენ ხა გინდათ რომ ჩემი გული მოიგოთ, იმიტომ რომ მესახე მაქვს საშინელ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ვადაგასული კრემი წავისვი. ხო და მე კიდე მაინც ვაწვევი ჩემ ვერსიას, რომ ეგ ბიჭი ხართ. არა, მოდი ნუ მიაწვევით და მოდი კომპენსაციაზე ვისაუბროთ. აი, ნუ გამოვიცანი. თეონა სალამი, გადაცემა სარკასტიკი და გირეკავთ მართლა. სანი. ვეცე თეონა ხმაზე გვიცანი, ეხა დავიჯერო. ხო, აი ეს
საყვარელი ბიჭი ვიცანი, ხმაზე ძალიან სპეციფიური ხმაა. მე რა უყვამს. მაგიტო გამიცეთ ელმა აღარ დაალაპარაკო არა. მე ძალიან კარგი იდეა მომაწოდე, მეც ეგ მინდოდა სუსტა. როგორ ახარ? კარგად, თავად როგორ ხარ? მეც კარგად. იმედია გვეწევი გადაცემაში. რა ვიცი მე თუ გამოგადგებით რესპონდენტად გეწევით, მაგრამ არ ვიცი რამდენად გამოგადგებით. ფანტასტიკური. თან რო ვიცი რომ იღლია შემოდებული საერთო ბოქსი ეჭირება ხელში მინდა. კარგი, თუ სტუმრად არა ბოქსებს გამოგიგზავნა. დაიმე! თეონა, მადლობა რომ გვიპასუხებ, შიდობიანი ღამე. შეიძლება შენი კურიერი გდას ვერ აგნებს არ იცოდეს და ორივე ბერავზე დატოვოს. კაი, მართლა შემეხმიანეთ მაგაზე რომ სად გამოგიგზავნე. კარგი, მადლობა, კოცი თეონა დროები. შიდობიანი ღამე. ოქრო. აბა, კარგად. ესე იგი, დღევანდელი ამას მიეწერე ბოქსები არ დაგავიწყდე. გადაცემაში რო ვიძახით. ჩვენი გადაცემის სპონსორია სანდომი, ყველაზე ტკბილი და გემრიერი საკონდიტრო საქართველოში. ახლა კი დროა გამოვაცხადოთ ჩვენი სტუმარი. ადამიანი, რომლის ეშინია ყველას, ქალის სკანდალი, ქალი ჩაქუჩა, ქალი დარტყმა, ოჯახის დანგრევა და ქონების წამოღება. ქალი მრავალშვილიანი დედა. მრავალშვილიანი დედა. სალომე გოგიაშვილი! ჩვენი გადაცემის სპონსორია პარკ ორტაჭალა, რომელიც მდებარეობს თავისუფლების მოედნიდან 8 წუთის სავალზე. ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია დაისვენო სიმშვიდეში იყო, თუმცა ქალაქის ცენტრში. გორგასლის 105 ნომერში. გიორგი დასვენებაზე გამახსენდა ჩვენი გადაცემის სპონსორი, ასევე მოგზაურობა. გიორგი პარისთან ერთად. თუ არ გეგმო მოგზაურობას პარიზში, ჩემო უფრო და ბრილია. ამ გადაცემის მერე კი. აუცილებლად. ჩვენი გადაცემის სტუმარია სალომე გოგიაშვილი. თუმცა დაცულები რო ვიყოთ, ჩვენს და მაყურებელიც, რა საზისხებია შეხედე. ჯობია რომ ასე ვისხდეთ. ისი აბნერვიული ხوارეწევი. იყოს, რა ვიცი. არ ვეწეოდი, მაგრამ თქვენი ხათრით ისეთი გემრიელია, რომ მითხარი როგორ ახარ? გადასარევად თავის გაყვარნებიულობთ. იცი, ჩვენ უკვე დაცულები ვართ, მიხდება ყვითელი ფერი. არის ჩემი. მეშინი არაფერი გადამკრა. ფერი ვერ გათვალეთ. ფერი. სამწუხაროდ. დაიცე, მთელი გადაცემა წინ არის, ყველაფერს გავთვლით. ჩვენ ისეთი გათვლილი გვაქვს ყველაფერი, იმიტომაც დავიზღვით ეს. ეს დაიძები მგოგოს ყიფლიბანდი აღარ უარგა. დარჩა, ესე დადის, ხო იცი, ცოტა ეს გადავარდნილი თავით თუ. კაი, იქამდე მივალთ ახლა. კაი, მითხარი ახლა. აი, რამ გადაგაწყვეტინეთ ჩვენთან მოსვლა? რამ გადამაწყვეტინათ? არა, აქუდა დამესო არ გეშინია? და აქ ჩავსოთ მე მაოცებე. ლამპიონები. იცი რა არის, მე ხომ ცნობილი არის რომ არ მეშინი, ზოგადად არ ვარ მშიშარა რა. მით უმეტეს ახლა მშიშარა რო არ ხარ, კი ვიცით უკვე ყველგან ნახეთ ჩანაწერები. ხო, არა, მშიშარა არ ვარ და შესაბამისად პირიქით შესაძლებლობა მომეცემა დღეს რომ ვილაპარაკო ყველაფერი ის რაც აქამდე მინდოდა რომ მეთქვა და ეს შენმა ინტუიციამ, ძლიერმა ინტუიციამ გითხრა რომ უნდა მოსულიყავი. თუ როგორ და აი რომ გაამართლოს მე ნახო თუ არ არის ჩემი ინტუიცია სწორი და მართალი. აი ეს ინტუიციის ამბავი რადგან ახლა თავიდანვე დავიწყოთ. აი რაც თქვი მაშინ. აი დღეს რო უყურებ შენი ვეთო, გეცინება თუ ისევ ეგრე ფიქრობ? თავიდანვე ძალიან ბევრი ვიცი. აი ეს ინტუიცია ზეცი რა გამახსენდა. თავის შვილებზე რო ყვება, სამოგზაუროთ უნდა გამეშვა. შენ როგორია ხე ჩვენ რას ვთხოვით? ანუ აი რისერჩი რო არ გაქვს ადამიანს გაკეთებული. მე მგონია რომ ჩაკუჩი მოგხვდება შენ. გარანტირებულად. რატომ მარტო ამას ჯერ ნახოთ კაც გადაცემე თავთავ. ჩემ მას მოხდება გარანტირებულად. ჩემი ისეთ დაძაბული ვზივარ, მართა სუხელებში ხურებ. აი ხა ამ გადმოსახედინა კი არა, როგორც კი დაიდო და ამოჭრეს ეს მომენტი, მართლა იმდენი ვიცინე რომ მე თვითონ მე მგონი ყველა ბევრი გაზიარება ჩემგან იყო ამ გადაცემის, იმიტომ რომ ხო იცი ხა როგორც ხდება, ვითომ არ იცის ხა ტელევიზიაში არა აქვს ნამუშევარი, როგორც ამოჭრიდა. რაც თქვი ეხლა. როგორც ამოჭრიდა, როგორც დადებ ისე, მაგრამ მოყევი მთელი ისტორია. მიფრინავდნენ ბავშვები, მაცივარ ვიჯექით მე და ბებია დედა ჩემი, არაჩვეულებრივად მაც
კაცი ვარი ჩამოვარ და დაეცა დედაჩემ ჩავედით აი ეს მოყევი შე ამას ისე მიყავს ახლა თემა რომ მე მგონი გოგოს თავი რო ქონდა გახეთქილი მაგასაც გააправებს როგორ იყო იცი პრეისტორია იყო ის არ გავიდა ეთერში იმიტომ რომ სანამ დაიწყებდა გადაღება ეხა მანამდე როგორც საუბრობდით ისე ვილაპარაკეთ მე და გიომ რაღაცები მოვყევი მართლა რაღაც შემემთხვა და აი ამის ფონზე მე ეს მოხდა მეთქი და მანდ კი აღარ გაუშვი თქო კაიო და რო დაიწყო ჩაწერა მოყევი ის ისტორიაო და მოვყევი ის რა შუაში იყო მომეყოლა ის ხო და ვინ დაგაძალა ხო მოყევი შეიბრალია ვეით ესე იგი ამბავ შენ არ გეცოდინებით რომ რისერჩი არ გაგაკეთებული ამას ბევრჯერ შეგახსენებ აბა ვინ იყო ამის დიდი ბებია დედის მხრიდან ჩაკუჩები რო და გაეთრე ხა აქედან გადი და რო დაგიძახებ შემოდი ესე იგი შენი დიდი ბებია დედის მხრიდან ყოფილა ლავრენტ ბერიას პირადი მკურნალი და მრჩეველი მეთქი ლავრენტ ბერია იყო ბებიეჩები კი პირადი მკურნალი და მრჩეველი გამოდიო ბერიას ასდევდა მე გენეტიკა რას შვებოდა ხო ეს ბერია ლავრენტ ბერია ცნობილი ის იყო სტალინის მარჯვენა ხელი მკვლელი და სადისტი ეხა კი გამომივარდებიან სტალინისტები და დაიწყებენ წილკილოს. სხვათა შორის ხო და არ ძლევდა ამრჩევებს თუ რა შვებოდა ანუ. თან ცოტა იყო შამანი იყო. ნუ შამანი უფრო არა იმ პერიოდში საოცარი წამლები რეცეპტები ქონდა რა ბალახის განაკეთებდა ამზადებდა წამლებს. საყვარელოს გადმოგვივიდა და ბევრი წამალი და მე ჩემმა საყვარელმა რამოდენია შეუყო. მინდა და სხვათა შორის გაგზავნა წამლის და არ დამცალდა მალე გაუარა ძალიან. ხო და ბევრი წამალი მოვიდა ჩვენამდე, მაგრამ მე შენამდე რა მოვიდა? მარტო ეს ინტუიცია. ჩემამდე თავის შეხორცების, მაგრამ არ დამცალდა გაგზავნა. კაი, ჩვენ გადაცემაში გვაქვს საჩუქარი, აი ეს რაღაც ადამიანებს ხომ ჩუქნით ხომ ეს საჩუქრებს და ეს დაიბლარება სახელწოდება. ეს თქვენ გამომძახეთ პატრული? მე მგონი თამარ ჩერგოლეიშვილის პატრული ახლა მოვიდა წინა გადა ესეთი ჩვენგან საჩუქარი შე. ბაი მე ძალიან დიდი მადლობა ეხლავე გავხსნა თუ სახში გავხსნა. სახში გავყულთო რაც მინდა. ხო და რა ვიცი მე ვიფიქრე სახში წავიღებ. და ეხლა ჩაგიშალოთ გადაცემა გავხსწავიღებ ამას. სახში გავყუთები ვიცი მეუღლის საყვარლების და არაფერი არ მაჭირდა იმან. ახლა მიშველეთია სამწერი სახებავი. ეს არა მეყოფა მოკლედ შევიჭერით მაგრამ ერთი ადგილი რო შევიღებ მეყოფა შუანაცელში. ხო, კი, მართალი ხარ. კარგი იასამნისფერია? კი. იცი არ შეგიძლია დატესტო. ხო. და მე გაგვიზია რომ მე მინდოდა თამაზაძე, თუმცა თამაზაძეც არ ეყოფა. შენ ფერს უფრო მოვა. შენ ფერს უფრო კარგად დაჯდება. თან გამოცდილია უკვე ვიცი. შენ ისეთი ხარ რომ ყველაფერზე დასვა. მაგრამ მე მაინც შეზე ჩავატარებდი ექსპერიმენტს რა. ქერაზე უფრო კარგად ჯდება. და მეორე ნუ ეს დაახლოებით ხელის ზომიდან გამომდინარე ამარჩიეთ ეს. მე რა მხელა. მართლა ძალიან დიდი მადლობა. სამში რებოტი ვაკ და მართლა მჭირდა. ეს როგორი მომენტია რომ აი რო აღარ გაგიძალიებს ხო გამოგეკცა. ეს ის შემთხვევა რომ ამით საერთოდ ვერ გაგექცევა ადამიანი. არა ეს მართლა მოყავს ადამიანს ხო? ესეთი მქონდა ნეტა რასა არა პატარა მქონდაო წამოღებული. შენ ახლა მაგიტო რო გაგძელდა ეს ყველაფერი პატარა მქონდა ამით. თქვენ ახლა ვაკელქალებს პატარები გაქვთ ხომ ჩანთაში ჩადებული ესეთ პეტერი ამოიღეთ კი. არა ჩემო საყვარელო. მაგრამ ძალიან მართლა გულწრფელად ძალიან გამეხარდა და მომხედი ამას სპეციალურად დაითრია პატარა ჩაკუჩი რო ეწამებინა. ხო ხო. ეს კლავდაი ნელ-ნელა. ხო ნელ-ნელა რომ ხო იცი ესო ჩარტ ადამიანს ალბათ იქვე არა ნუ გამორიცხულია ჯერ ძალიან მძიმეა დავიწყოთ იქ და ეხლა ეს რო თავში ჩაგარტყა ნუ მეორე დღეს კაფეში ვერ იცი ივარჯიშე რა შეიძლება მომავალში გამოგადგეს რამეში ესე ხო პრინციპში აქედან უფრო საშიშია საჩუქარი მანდ არის მაგრამ ეხლა დაპირისპირებები რო გავიხსენოთ ძალიან ბევრ ადამიანთან ქონდა დაპირისპირება კაი რას ლაპარაკობ რაღაცა აი მაგალითად ერთ-ერთი დიდი დაპირისპირება ქონდა ჩვენ და ნინა წკრიალაშვილს რომელიც აი იყო დაპირისპირება თუმცა ეს ისტორია დღემდე გრძელდება მე მგონი ეგ ჩაკუჩიცე მოუბრალოდ კაცი არა მან და ეგ არ ჩაკუჩი არ ფიგურირებს რატო გრძელდება დღემდე აი აი რო ვიკითხე რომ მაგალითად აი სალომე გოგიაშვილის გარშემო მეთქი და პირველი ვის რასაც ყვებიან არის რომ აი ნინა წკრიალაშვილის და სალომე გოგიაშვილის დაპირისპირება რა მოხდა თქვენ შორის იცი რა ეს იყო ძალიან დიდი ხნის წინ მას მე ნინა გამოვიდა კონტაქტზე ვილაპარაკეთ რა ამ თემაზე და სიმართლე რომ გითხრა აღარ ღირს ამის გახსენება თუმცა იმიტომ არა რომ მე ძალიან სამართლიანი ვარ და ისე არასწორად არ უბრაზდები თუმცა ალბათ ნინა
ნინაც იტყვის რომ მაშინ სწორი ვიყავი რა. ნუ რადგან შენ არ იძახი ჩვენ ვიტყვით რომ მოკლედ რა იყო ამბავი. დაიწყო. ნინა შეეშინდა. არა, გეტყვი ხა რა იყო ამბავი. სალომე ნინა წკრიალშვილი იძახის ამას რომ სალომე გოგიაშვილმაო მოკლედ თუ გამომლანძღაო და ჩემზე რაღაცები თქვა, იმიტომ რომ მაბრალებსო რომ მე მის ყოფილ ქმართან ჩავედი იტალიაშიო და მქონდა რომანიო. ხო სწორედ მოყევი. ეს ჩემ არჩეულ ქრებზე არის პუტოა. როგორც მივხვდი რა. ხო და მართლა იყო ეს კრიალაშვილსა და შენ ყოფილ ქმარ შორის რომანი? ან შერას დაეძებდი? ნინას კითხე. ამ გადმოსახედიდან მგონია რომ ეხლა უკვე სიმართლეს მოყვება და მე მგონი სწორი იქნება რომ ნინას დაურეკო და კითხო. ვერ პოულობ, ვერც გორში. რაღაც მოყვება, ქალო, შენ ყველა ყოფილს ჩაგვიწევს. აღარა, ხო ჩვენ ეხლა ყვები და თავზე გვაფარეთ, თან აქეთ ხედავთ რომ მე გავხსენეთ მე რეაქცია. არა, ნინას კითხე და ნინა აუცილებლად მოყვება ჯერა. კაი, ნინა იმასაც იძახის რომ პრინციპში ფაქტებიც არის. ხო. სალო, აქეთ როგორ დავარქვათ ამბავს. გადაპორტირებული ერთი მთავრობიდან მეორეში. ხო. მე ვარ? ეგ. შენ იყავი ადამიანი, რომელმაც ნაციონალური მოძრაობის პერიოდში საარჩევნო ღონისძიებებზე მიყავდა ღონისძიებები მათი. სამთავრობო, ხო? კონცერტები, ნუ საარჩევნო კონცერტები იყო ეს რეგიონებში და 5 ნომერიც გეცვა და ერთ-ერთი ფოტოა ესეთი. მეცვა არა. ეგ მოყვები მაგ ისტორიას. მაგ ფოტო არის, ნუ გეშინეთ, 5 არის ესეთი. ხო, მოყვები მაგ ამბავს. მაგითებს ვეღარც ვერ წაიღებ. აბსოლუტურად არ მწხვენია მაგის, იმიტომ რომ იმ დროს, როდესაც მე მიყავდა საარჩევნო კონცერტები და ღონისძიებები, ოპოზიციური პარტია მაშინ ასეთ უშ არ არსებობდა რა, იყო ნაციონალური მოძრაობა და ყველა მიუყვებოდი. ანუ არ მისმეთ და ეგ არ გისმეთ. ხო და შესაბამისად ამოწყვეტილები. არა, ეს უნდა მოისურვოთ. ხო და შესაბამისად მიმყავდა ეს ღონისძიებები და ყოველთვის ძალიან დიდ მადლობას ვეთქვი სტეფანეს კახუჩელს, რომ მაშინ ისინი უწევდნენ. ისე დაიწყოთ კახმისამ იმას უხდიდი მადლობას. ამ კონცერტებს და მაშინ მე ძალიან მესაჭიროებოდა ანუ ფინანსური დახმარება და ვთხოვე და ლელა კილაძეს. სულ როგორ ჭირდება ეს ფინანსური დახმარება? ნუ მაშინ ძალიან ჭირდება. სულ ყველა პერიოდში ფინანსური დახმარება მინდა და რა გეტყობა ხა შენ ფინანსური დახმარება გაი ბავშვ ჭირდება დახმარება. მაშინ ჭირდებოდა და სულ სხვადასხვა სახში მიდივარ სულ ვერა. ეხარ ვიგებ რა რომელობაში ცხოვრობ. მადლობა მინდა აქედანაც გადავხადო ლაკილაძეს, სტეფანეს და კახუჩელას, რომლებმაც მართლა ერთი ნათქვამი არ ჰქონდა. სად გადახვედი, რას ყვებოდი და გადავიდა ქველმოქმედი ჯიზერ, ვერ გავი. კაცო, მიმყავდა მეთქი კონცერტები, რომ მიყავდა მეთქი, ნაციონალებში შემოხაზეთ ნომერი 5-ზე არ იძახდი, მაგრამ საარჩევნო ღონისძიებები მიყავდა. მე ვიყავი წამყვანი და მიყავდა კონცერტი. მე გადაპორტირდი უეცრად აღმოჩნდი იმაში. ოცნებაში. რატო გადაპორტირდი? იცი, როდესაც გამოვიდა კადრები, ციხის კადრები, მე ჩემი როგორც ადამიანს, ჩემი პირადი პროტესტი გამიჩნდა და ვთქვი, რომ მე კონცერტებს აღარ წავიყვან და აღარ დავდგები იმ პარტიის მომხრე არ ვიქნები, რომელ პარტიის და რა ქვია პოლიტიკურ პარტიის დროს მოხდა ესეთი ინციდენტი და მე ვთქვი უარი, თორე კონკრეტულად ვიღაცაზე კი არ მქონდა მაცაობარი, უბრალოდ ვთქვი, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი აღარ ვიქნები, იმიტომ რომ ჩემთვის იყო ამორალური ეს კადრები და დამთავრდა. იქამდე არაფერი არ იყო, მაგათი ამორალური. ის არ არის ჩაკუჩი. იქამდე მივალ. მარტო და იმას იყოს თიცე. იქამდე მივალ. ისა რა ქვია, მანამდე გულწრფელად ვამბობ, აი მართლა გულწრფელად ვამბობ, საერთოდ არ ვიყავი ჩახედული პოლიტიკაში. ეხა ხომ მოდაშია. ანუ მე მაშინ დაბადებული არ ვიყავი, რო ამბობენ. არ ვიყავი დაბადებული ეთყობა, რა ცოტა ლენჩი ვიყავი. ხიდან მოიწერეს, ხო იცი, ოღონდ გარკარში მოუშვათო, ის ეჟინია. მაგით ვარ იჭერე. სუთა. სუსიკალია დაჭერილი, ერთ ჩამოვლაზე. ნახოთ რა. მან ვინ მოხდება მაინც? მაგრამ კაი. ეხა წინა გადაცემაში გყავდა ზალიკო ბერგერი. ნუ წინა გავირე უკვე როდის იყო და მოკლედ იყო თემა ქვეთამაში უფრო სწორედ და თემა ხო ახლა უეჭველი უნდა აუცილებლად უნდა გენახა და კითხვა იყო ესეთი რომ აირჩიე შენთვის ყველაზე გოიმი ქალი. ნუ პროვოკატორო. არა, ესე იყო. ნუ პროვოკატორი. გადაახვიეთ, უყურეთ. ეგრე იყო ნამდვილად, მაგრამ ჩემი ზალიკო. მე დედასპიცა სიმართლე რო გითხრა, მართლა არ მეგონა რომ შენ მე დამასახელებდა. იმიტომ რომ შენ გვერდზე ისეთები იდგნენ, ხო, საერთოდ არ იდგნენ არანაირი გადასარევი გოგოები იდგნენ ჩემ გვერდში. რომელია გოგო ლალი მოროშკინა, რომელი გოგოა? ძალიან მომწონს ლალი მოროშკინა. მოგწონს ერთად გოგო რომელია? გოგო არა.
მეც მაგალავარ. ხოიცი დაჩაგრუსო აღმარჩი ქვაცა მოეწებაო ხალი რა დღეშია და მაინც ეს დასაკელა. რასაზი ზღარია ის არა, ჩემ ზალიკოს ესე ნუ იმაშობით, იმიტომ რომ აირია. ბოლოში თქვა რომ რატო გაიყვანეო და რა პირიქით მოვაგებინეო, მაგას ეკონა რომ მომაგებინა კარგი რამე და ნუ პროვოკატორო, კარგა მოვა ხა. ზალიკო არის ნერვიულო, მე მივხვდი შერაც. ეგრე იყო, საერთოდ. ნუ ეხა ნუ თუ ესე თulis რომ მაშინ ყველაზე გოიმო რატო? რაი რო კითხო რა. რატო? რა პრობლემაა? თუმცა დაურეკოთ, თუმცა თუ ესე თulis მოიცეთ პრობლემა არ არის. ყველას ხარ მოეწონა. თუ ცოცხალია და არ მოკლა ვინმე? ნახევარი საქართველოს მოსაკლავად დასდევს. მე სხვასთან არ დავრეკო წინაზე რომ მომივიდა შე რა დაგარეკინე. ხოით იმედიდის ყოფილ დირექტორთან დავარეკინე შემთხვევით. სხვას ურეკავდი. იმან ალო და ეს ეუბნება. გავიგოთ აბა. ჯაკუჩი ცოცხალი თავიცალი გვერდზე წარწ. მე შინია რომ არ მოიქნეს ანაკეთ არის. გამირბის ხელი სულ. ზალიკო მეგონი ქვეყანა და ტელეფონს ახალ პასუხო. კაი, ნუ თუ ცოტა ხანში დავრეკოთ, მაგრამ თუ გვიპასუხო. კაი. მორიგი დაპირისპირება. აბა. შენთან ინი ქარცელაძე შორის. რა ხდება? საერთოდ ამ ოცნებაში რა დაერიეთ ერთმანეთს? ნინი ქარცელაძე. ჩემი ქალაქი, სხვა სამყაროდან არის და არ ვიცით. არ ვიცი. შენ თავს გეფიცები არ ვიცი ვინ არის. მართლა? მართლა. ნინი ქარცელაძე როგორ არიცი? გოგო ერთ ყრილობებზე დადიოდით, დადიხართ. ყრილობაზე იმდენი ადამიანი დადისა, ყველას ხარ დავიმახსოვრებ. რა მოხდა თქვენ შორის? ეს რა კატამ გადავიდა? რაღაცა ძალიან გეხოცები მართლა მოხდა. არ ვიცი ვინ არის. მე ვიცი ეგეთი ის რატომ ამბავი. მოიხსენი თავიდან? ჰა? დაიბარე მე მგონი ხდება. მე ვიცი ესეთი ამბავი ესე მოყვები რომ მოკლედ მათ შორის არ ვიცი რა არის დაპირისპირება ვერ გავარკვიე მაგრამ ერთ-ერთი დაპირისპირება საიდან გავიგრო ერთ-ერთ გადაცემაში მიდიოდა სტუმრად სალომე და გარეთ დაინახა ნინის მანქანა ამ ქარცელაძის და უკითხავს რომ ამას აქ რა უნდაო რა ჩემთან ერთად არისო გადაცემაშიო და მე მაგასთან ერთად არ დავждებიო მოიქონა ეხა რაღაცა ტელევიზიას თქვა გადავედით სხვა თემაზე ანუ იცნობ თუ არა ნინი არ ვიცი ვინ არის მართლა აი უნდა დაგაახლო თქვენ ორი მიდი დაურეკე ნინი თან იქვე შენთან ცხოვრობს ქვემოთ ვერაზეა შენ ზემოთ ხოდი ძალიან კარგია მაგრამ არანაირი სურვილია თუ ეხა ნინი ქარცელაძეს ვერ დაურეკავ არ პასუხობს ამასაკამდე თუ არ გამიგია ვინ არის ეხა უკვე აღარ საინტერესო არ იქნება ჩემთვის. ფემერტი ისტორია მახსენდება თავში ვიკავებ. ფაკეში მოხდა. აბა მე გაჩირას გავიგებდი. გავიგე რომ სიზმრებს ხედავ. შენ არ ხედავ? არა, ისეთ სიზმრებს რა, ნინი ბადურაშვილი ყვებოდა რომ დამირეკავ და მიწინასწარ მეტყულა რა დამემართებოდა. ეს რო ჩაკუჩს ხვებს არ ტყავს ისინი რა მაგას სიზმრებს ნახავ. ხულობდი. მე მგონი იქ სიზმარი საერთოდ სიბნელია, უკვე მუდმივი სიბნელეში გადადის ყველაფერი. იქ ნათელი წერტილი აღარ არის. იქ ჩაღრმავებებია. და თელი ღამე დადის. დადის და არ ჩერდება. შენ მეგონა ის შენერი გრძელთვიანი დაგხვდება გარეთ. თქვი რა მოიტანე? სუაკეთა მაკაი. შეხედე. კაი, დაგატყვევთ ახლა. აი ზალიკო რეკავს ერთი წამი. კაი. ზალიკო. ესე გეძინა? მომისმინე. ეხა გადაცემიდან გირეკავთ და სალომე გოგიაშვილი გყავს სტუმრად. ხო, და აი რო უთხრ გამოავლინე, როგორც ყველაზე გოიმ ადამიანად აინტერესებს რა მოხდა. ზალიკო, მე ვიცი რომ შენ აქ შეცდომაში შეგიყვანეს ჩემო კარგო, თუმცა რომცა შეიყვანეთ შეცდომაში, ეგეც მისაღებია ჩემთვის და გვინდა რომ აგვიხსნა რატო ვარ ყველაზე გოიმი ადამიანი. ისეთი ანჩელადი იყო რაღაცა რომ რატეზე ისერაკია ვატანოჩელების იმას რაკია ეს გოიმი რატო ხარ ხო მე ვიცი რომ შენ შეგიყვანეს შენ და ლალი მოროშკინა შორის იყო ზალიკომ გამიყვანა როგორც გამამარჯვებინა მაგრამ რაში გამამარჯვებინა ეგ ვერ გაიგო შენ ახლა აღარ გინდა კიდე ახალი ჩაკუში დასვარო და ეგ ფათემა პირდაპირ თქვი დიდი ინტრიგული აბაბია და ხო ვიცი რომ ინტრიგნობენ და რა თქვი იმას გადავცემ რა
გასაგებია თუ კიდე გინდათ რამე. რა არის გასაგები? ზალიკო ვერ გავიგებ თუ დაასახელი ადამიანი და რა მიზეზი ან რამე უთანხმოება გაქვს რა ძველი რამე სალომესთან? არა, არაფერი განსო პირიქით, თანხმობრივი ურთიერთობა მაქვს და ხო და მეკალავარჯობინე პირიქით ესე იგი და. როგორ იყო კითხვა რომ ყველაზე გოიმი ადამიანი შენი აზრით ვინ არისო და როგორ გაამარჯვებინა? პირიქით მეგონა რა თქმა. ხო, პირიქით ეგონა კაც, რატო პროვოკატორი? პირიქით ვერ ეგონა, თქვენ თამაში ქონდა დასაწყისში რაც გადაცემიდან ამოჭრა. თამაში. აი, ბატა თამაშები ვიგებთ უკვე. კაი, მიდი, პაკა. არ გამოუვიდეთ. პაკა. აი, ეხლა ძალიან ჩავარდათ ეხლა ეს ამბავი. ეხლა ერთი წუთით რომელიღაცა გადაცემას, არ ვიცი რომელი გადაცემა იყო, ვუყურე და ძალიან გულზე მოხვდა, იმიტომ რომ ჩემო თამაზიკომ ესე თქვა, რომ ჩემი გოგო ქალაქ ქვეყნიდან წავიდა, მაღაზია გახსნა, საწყალ ისე შემეცოდა, ჩემი თავი ნახევარწოდი ტირადი. შენ იცოდე რომ ეგ არ გიშველის დღევანდელ გადაცემაში. არა, საშველად არ მომიტანია. თუ ფულია შეიძლება დავფიქრდე კიდე. იცი როგორ მინდა ამდენი ფული მოგიტანეთ. აი, არა ისე ფულზე ტირის, შეხედე. გადავწყვეტე რომ ჩემი მაღაზიიდან ეს სავარაუდოდ უფრო შენია ეს და ეს არის შენთვის საჩუქარი გადმოგცა შემა თაგმე და თაკომ გავხსენით მაღაზია და მე და თაკომ გამოგიხსენეთ უდიდესი მადლობა მეგობრებო აი სალომე გოგიაშვილს როგორ გაუჭირდა სამსახურში მიმაქვს მოვუყიდო აღარც მაღაზია აქვს აი ესე დაატარებს გოგო და ხვალ სამსახურში მოვიდა და დილითვე შემოდით რომ იგივე დაგათვალიერებინო მოიზომეთო ფეხზეო და თუ არ მოგერგება თუ ხვალ მოვიტანო და ფასდაკლებითაც მოგცა ხო რასიც ახლა რო არა მოვიყო მე მგონი ძალიან კარგებია ნუ რა ვიცი ხა ჩემა თაკონამ თაკო ხარისხში ერკვევა და მითხრა რომ ძალიან კარგია რამდენი ფურწლები აქვს რა და რა ხდება ეხა ჩაცმა არ დაიწყო კაპისუნი არ დააყენო აქ ჩაწყვეტილი ქონეს ხმა თაროკო მე მოსაცმელებზე ვგიჟდები მითხარი რომ შენი ფერია სწორედ ავარჩიეთ ეს ძალამაზია მადლობა როგორ რაგჭირს ბიჭო გადმოაგდე მართლა ძალიან კარგია ხარისხია და მშვიდობაში ბედნიერებაში მე ჩავიწმე ჩემი გვერდზე დავდებ ხო მე პირიქით ძალიან დიდი მე კი ვიცი რაც არის იცოცხლეთ და მშვიდობაში და ბედნიერებაში გეტანოს და თან გაგეკიდოს ნინა წიაშულძეც გავიარეთ ეგ არ გიშველის ხო იცი ხა არ მინდა მაგითო არ მომიტანია კაც ზალიკოზეც გავიარეთ კიდე დაპირისპირება ვისთან ქონდა ისე სხვათა შორის რა მაინტერესებს იაფარულავა შენი მეჯვარია ხო ქორწილში და ეს ამბავი რო იყო ეს ჩაკუჩის ამბავი და მთელი ამბები და ორივე ქალს რო სოლიდარობა გამოგიცხადა და მხარდაჭერა და თქვა რომ ორივე გმირიაო არ გეწყინა ეგ ვისგან იასგან შეიძლება რომ გეწყინოს რამე რა არავისგან არაფერი არ გწყიდა რა მაინც ამ კალისგან გეწყინა ვერ გავიგე ნუ ეხა ამ შენ არ გეწყინებოდა თუ არავისგან არაფერი არ გწყის ეხა ვერ გავიგე შენ არ გეწყინებოდა ეს კაცკა מחურავს ისე მე ამდენი ხსენი თავი როგორ დაგეტკემნა თუ ეგეთი თავი შენ თავს მიხედე ფორმა შეიცვალა თავა ისეთ შეშინებულია რომ შეეკუმშა ესე იგი კიდე გადავიდეთ იმ ამბავზე ნინაც რეალაშულს დაუბრუნდეთ ისევ ნინამ თქვა რომ მოკლედო სალომე გოგიაშვილმა მიხედო მოკლედ შენ თქვი უფროსორეთ ნინაც რეალაშულზე რომ მიხედო თავის გარეგნობასო გაკეთებული აქვს რაღაცეებიო რა ბევრი რაღაცეებიო და იმან მე გიპასუხა შენ რა შენ თავს მიხედე შენ თავს მიხედე შენ რაც გაკეთებულია რა მე ალბათ მეც დაუბრუნდა ცისინო შურღაია ყავდა იმან ილაპარაკა რაღაცეები და შენ რა გაკეთებული პლასტიკური ოპერაციებიდან ცხვირი всё კიდე ну რა ვიცი გურამ შეროზეცავით თუ დაიწყებ მაგრამ ერთი რო თქვა პლასტიკური ქირურგია რასაც ქვია ხა ოპერაცია რასაც ქვია ცხვირი მაგაკეთებული უი всё მეტი არა ბოტოქსი ანუ ეგ პლასტიკურში ხო არ შედის არა ისე ბევრი ისე გეტყვი ზუსტად ესე იგი ბოტოქსი რა ვიცი ოღონდ ეხა შეხედე ნახე რა მდგომარეობა მაქვს ძალიან დიდი ხანია არ გამიკეთებია იმიტომ რომ რაც გადავედი სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად ეხა იქ სანამ ვიპოვიდი ვიღაცას და ეს დავიღალე და მეზარებოდა და არც დავანებე თავი ანუ აი ახლა ეს მდგომარეობა მაქვს შესაბამისად ძალიან დიდი ხანია არ გამიკეთებია იმ პერიოდში როდესაც ცხვირი გავიკეთე ნახე როგორ ხდება ცხვირს რო იკეთე
სამწუხაროდ აი ეს ადგილი ძალიან გრძელდება ტუჩის და ცხვირის ნუ ისაც არ აქვს უკეთესია რომ დაუგრძელდეს ხო და რომ დამიგრძელდა ვერაფრით ვერ მივხვდი რა უნდა მექნა აი ამ მანძილისთვის და მეგონა რომ ტუჩს თუ დავიბერავდი აუცილებლად ხო წელი მოვიზარდე ხედა ულვაშებით და აი ისტორიულად ამ ზედა ტუჩს ვიმატებდი რომ მეგონა რომ ძალიან ლამაზი იყო და მე მე ხელი ტუჩები გაქვს ხო და ერთხელაც რო ჩავე რაღაც გადაცემას რო შევხედე რაღაც პროფილში რომ მაჩვენეს კინაღამ გული გამისკდა და მივხვდი რომ საშინელება იყო წავედი დავიშალე და მივხვდი რომ ჩვეულებრივი კონტურით და ტუჩსაწყით შეიძლება რომ ტუჩი ოდნავ გაიდიდო ეხლა არ ვიცი მართლა გულწრფელად რაღაცა ისეთ ასაკამდე მივედი რომ ეხლა უფრო ნატურალური მომწონს ჩემი თავი და არც ტუჩ და არაფერს საერთოდ დანარჩენს არ ვინდა ცხვირით ძალიან ყვაყოფილი ვარ იმიტომ რომ ეხლა ვიღაცისთვის შეიძლება თავრე შენი ყოფნა ქმარს გაშორდი თუ არა ეგრევე გარეგნობა შეიცვალე ოჯახის წევრებს ემალები ქმარს ხოდა გაახალგაზრდა ხო მართლა ხო თქვა შევიჭერი არ ვიცი გაახალგაზრდებული ხარ თქვა შევიჭერი და ყველაფერი აი რაღაცა წამწამები რაღაცები აი გაგიჟებული რო ვიყავი ის პერიოდი დავამთავრე და რაღაცნაირად ეხა ბუნებრივ ვაწვევი რა და ცხვირს ეხა ნუ ცხვირი ძალიან მომწონს სალო შენი პოსტები შემხვდა ეს განადგურებული ეს ოჯახი დაგეგე რაღაც და მე გადავედი შენს იმაზე ინსტაგრამზე მიდი შრიალება შრიალე აბა დახურა ვარდისფერი რაღაცა გძელი კაბა ღონისძიებებზე მე არ ვიცი საზოგადო ნერვიულობა მე შეიძლება სახლში ოთახში ვინერვიულო მაგრამ ჩემთან სოციალურ ქსელში რომ მოდიხარ სულ გაზაფხული მაქვს ხო იმიტომ რომ გაზაფხულზე არ ვიცი რატო გამახსენდა არ ვიცი ეს გაზაფხულზე ხო იცი უფრო სექსით აქტიურები არიან ხოლმე რა ადამიანები მაგრამ არ ვიცი რატო გამახსენდა საიდან მოიტა არ ვიცი რაღაცა ის აქტიური სექსი გეზარება ზამთარში კი არ გეზარება შენ ზამთარში გძულები გტკივდება შეხუძულები გტკივა და რაღაცა და ალბათ მაქინდა ეხლა რო გცემ ძულები ისე გეტკინება მე ნახო საწყალო ეხლა შორს ხარ და ბლატაობ და ახლოს რო ხარ ხოდა რამ ეხსე იგი რამ მითხრა ადრე მუშაობდი იმედში კი და შენ და სად იმედი ხოდა არის ესე მახსენდება შენ და დავით კაცარავას მიყავდათ იმედზე დილის გადაცემა ჯერ ეს მაინტერესებს ორი მეგობარი ეს ერთი ერთ მხარეს ახართ მეორე მხარეს ახარ ხო შენ იქით ხარ და მე აქეთ და მე რა ვერ ვარ ერთ ხა ეგეთი იმითაც არ ვარ ხო როგორით ნუ თქვენ როგორც მეგობრობდით ახლა იმ გადა საერთოდ ზუსტად შენაირად მეგობრობდით ათოს კაი ჯანდაბა სამოჩი თუ ინტერესოა უფრო საინტერესო ხო და შენ და დავით კაცარავას იმედზე მიყავდათ გადაცემა და ერთ-ერთი დილის გადაცემის დროს გამოხვედი და უმცირესობაზე იყო რაღაც ელტონ ჯონს ხავს შვილი თუ რაღაცა ორმა კაცმა აიყვანა შვილი და ამაზე იღლიცინეთ იცინე და ბრახტა გაგაგდეს ორივე სამსახურიდან კი ბატონო იყო ეგრეთ ხო და რა მითხარი აი ამას რო ყვებოდი აი ხა ამდენი წლის მერე ნანო თუ არა აი იქ ბოდიში თუ მოიხადე არ მიხდია მე ბოდიში როგორ არის ინტერვიუში პრაიმ ტაიმთან რაღაცა ერთ ინტერვიუს არ ნახავ სადაც მე ბოდიში მაგიტო წამოვედი სამსახურიდან რომ ბოდიში არ მოვიხადე თორე ბოდიში რომ მომეხადე ეგ პირობა იყო ბოდიში მოიხდით და დარჩებით ან არ მოიხდით აი უკვე რო გამოგიშვეს მე აღარ არგინანია ეს სიტყვები რას თქვი და ამდენი გეი მეგობარი რო ყავს ახლა შენ გარშემო იმათ არ ეწყინათ. რომ გეი მეგობარს ყავს შვილი მეორე წელს. არ ყავს იმიტომ რომ საქართველოში არ არის ეკანონი არ ეწყინათ ისე. რომც იყოს კანონი არც ერთი არ იზავს მაგას, იმიტომ რომ ძალიან ჯანსაღად აზროვნებენ და ხვდებიან რომ ორი კაცი ვერ გაზრდის ჯანსაღი გარემო არ არის. როგორ უთხრა ახლა ამ ქვეყანაში ერთი ამის მეგობარი თუ რა მხანაკი შეიძლება იყოს აყვანა. არა, მე რას ვამბობ, იცი რომ ჩემ გეი მეგობრებს ყავთ წვილები რა და ხო ძალიან კარგად ვიცი ვინც არიან და სადაც არიან და როგორც არიან, მაგრამ მათ რო კითხო მათთვისაც არასწორია ბავშვის აყვანა, იმიტომ რომ ისიც გეტყვის, რომ გამორიცხულია, ვერ შეუქმნის ორი კაცი ჯანსაღ, არავის არ ეშინია ჯანსაღ გარემოს ვერ შეუქმნის. 4 შვილი ძოლი ქმარი ერთ ბუდეში ხუღუნებს. შეეცმერა ხა გოგო მარტოსდი ბავშვები. მე კაცის ვარ და გალის რა. კი ხალი რომ მოვიყვანე, მუსკულებიანი კაი იქნება, ეხლა ჩემი შვილებისთვის სამაშო. მიდი რას ფიქრობ? აი ეს ბოლო დანგრეული ოჯახი. როგორი სარფიანი აღმოჩნდა. რა? ყველას ქონებაზე რობი. ანუ შენი ქონება აინტერესებს. რამდენად სარფიანი იყო შენი ოჯახის დანგრევა? სარფიანი იყოს, მაგაზე ჯერ არ მეფიქრია, იმიტომ რომ ჯერ ნერვიულობ.
ჯერ კიდევ ჩვენ გეტყვით რომ სარფიანი იყო ეს ამდენი ქონება რომ გადმოიფორმე მაღაზიები თუ პირდაპირ გეტყვით რომ სარფიანი იყო იმიტომ ის სახლი რაც არის ვაკეში სარფიანი არის ბიზნესები სასალო ბიზნესები კიდე რაღაცა ის პროცენტები რაღაც გეტყვით რომ სანამ კაი საცოლე გოგო არა მოკლედ რა ცოტა რაღაცნაირად გამაპიარეთ ვაკეში ისეთი ბინა გაქვს ახლა მშობლების გენაცვალე ფეხბურთი გითამაშეთ ისე მე ქორწილის მერე ხდება ქონების ნახევარზე გაყოფა და შენთან რა მოხდა ეგეთი რომ უწამო ნახევარი გავიყავით ეგრე გავაკეთე შენ ხო არის ის ნახევარი რა იყო მეორე რაც იმან წაიყო აუ როგორ მოინტერესებს მოყევი თუ დამთავრდება გადაცემა მე მოგიყვანე ისე რა მითხარი ზოგადად მოჩხუბარი ხარ არა რატო ხა თუ არ გამომიყვან წყობიდან არა მაგალითად ერთი ამბავი არის შენ უახლოეს მეგობრის ქმარი რო ყავს ნაცემი ხო სწორედ ყვები კი ხო აი იცი რატო ის ჭერის სახით იმას რა მოუვა თუ აი მე ხალხო გადაცემის მერე იმიტომ რომ ჩემი მეგობარი ისეთ ცემა რომ ორი ნეკნი ქონდა ჩამტრეული და აი სახის აი ეს ძვალი გოგოს აი ესეც ცემა და ანუ მიხვედი და პირდაპირ ცემე და არაფერი არ მოგივიდა თითი მქონდა ნაღწობი სხვა პრობლემები არ შეგექმნა რა პრობლემა რა ხარ რა უნდა შევეკითხო აღარ ვიცი მე უფრო ბაკაი ფოტოსით არ გამიხეთქოს ხა რა ვიცი ჩემი უახლოესი მეგობარი გოგო რომელიც აბსოლუტურად არაფერ შუაში არ იყო დაურეკა გაიყვანა გარეთ და ისე ცემა რომ ნეკნები ჩაუმტრია და აი ეს რა ქვია ამ ძვალს რა მედიცინის კუთხით არ ვიცი ხვალის ქვედა ძვალი ისე ყובה გეგონება აი ამასთან ძალადობა ძალიან შორს არის და პირველად ყრიმალა ყრიმალები ეს ხვის გაზრდილი შვილი რო წაიგდე და მაგრასცემი შენი ქმარი რატო არასცემი იქვე ჩაკუჩით ერთი და მე კითხვა მინდოდა კაცი რო სცემაში თავის ქმარი არის კიდე ის ნაცე მამაკაცების სიაში რა შენი ქმარი იმ ყველაფრის მერე ყავს ნაცემი იმ ყველაფრის მერე რის მერე ხალატის მერე ვახოსია საუბარი? აბა ეხლა მე რას ვაჭი ვარ, ვერ გავიგე. ვიქნე დავაბნა თქო და არ გამოდის. ვიდა, გალო, ისეთი ამბები იყო. ამ ქვეყანაში თქვენი სამი სახელი ესე ხარდომიტრია. ვინ გითხრა რომ ვცემე? არა, კითხვა დავსვი მე. ამ ამბების მერე ხო არ გიცემია ის კაცი თუ სცემე შენი მეუღლეც არა სამწუხაროდ არ მქონია მაგის საშუალება რაღაცა ისე დახარე თავი რომ მეზობლება თქვენს მაგარი დალურჯებული გამოვიდა უსო შემოგლეჯილი იყო და ყველაფერიო ხო სხვათა შორის იყო მეც გავიგე რომ იქიდან იყო შეძახილი ცივილკივილიო და ბოლოს შემოგლეჯილი გავიგე ერთი პლოსტიო სალომემო გადმოუგდო ჭიშკრიდა დაგჭა დიშ ახლა მე ისე მოდის ვერც მივხვდი მიუხედავად იმ სამი სახლის გზარი დასაგები აი ხრეშიაზე მოდიოდა როგორ ისე ვერც მივხვდი კაი იცი რა მითხარი მოდი მინდა რომ სერიოზულ თემაზეც გადავიდეთ რა მაგრამ ის სერიოზულად იყო ეს ჩაკუჩი აი ხა შენ როგორ ფიქრობ ძალიან გთხოვ გამომართვი ერთი წუთით ხო მე მაინტერესებს მართლა გულწრფელად დაიჭირე აი ხა შენ როგორ ფიქრობ შენ ყავს ცოლი რომელთანაც 15 წელია ცხოვრობ. ეხლა დაფიქრდი ოღონდ. სახე მინდა სერიოზული. 15 წელია ყავს ცოლი. ყავს ორი შვილი. და უცბად იგებ რომ შენ მეგობართან, შენ ძმაკაცთან აქვს რომანი. შენ იღებ ამ ჩაკუჩს, მიდიხარ, ჯერ ხედავ რომ მანქანაში ერთი ამბავია, მერე მიდიხარ იმ მანქანასთან აი ამ ჩაკუჩით და როგორ ფიქრობ როგორ ჩავარდები. ამ ხელა ბიზნესმენმა კაცმა რაღაცა მანქანაში ქონა თუ ისა წაიყვანი ამისთან სასტუმროები. იმას მანქანაც აწყობდა კაცო. ხო რა? მაგრამ აი ხა როგორ ფიქრობ ეს რო ჩამერტყო ცოცხალი გადარჩებოდა? ჩაკუჩი სხვადასხვა ზომის არის. მე დავბრუნდები ერთი წამი. რაღაცა საზიზღრებაზეა გასული, ხო ხვდები შენც? აბა, იქნება და იქნება და გაიხსენო რომელი იყო? აი ნახე ჩაარტყი. მაინც რა ჩავარტყა ეს? აი, ცადე აბა. მოიცადე? მოიცადე? მოდი. ვინმე? არა. ეს ამას ვერა. აბა იქ პატარა. მოდი აბა. მაგრამ იგივე სიძლიერე თუ დაგაჭე იგივე რა გადარჩებოდი არც ერთ შემთხვევაში ნუ არა აქვს თან იცი რასაკეთებს აი ნელა მიაქვს რო არ გაგიქს ეს და მერე ბოლოში არ ყავს არა აზრი არა აქვს რა ზომა საიდან გავრცელდა ეს ამბავი და ნუ შეღებილი ჩვენი საღებავი თავისი რაღაცა ფანტაზიის ერთ-ერთი ნაყოფია ეს ხელსაწყო იმიტომ რომ იმ დღეს ხუმრობდით მაგაზე ნუ ალბათ ხა რო ეთქვა რომ იარაღით ამომივარ და ძალიან კრიმინალში გადავიდოდა და იქ საქმე აღიზრებოდა და ეგ არ აწყობდა
ამიტომ იარაღი გამორიცხა. ეხლა ხერხით ასვლა, ნუ რაღაცა ხომ უნდა ქონოდა ჭრილობა. ეხლა მაგას ვეღარ დაიხატავდა და სავარაუდოდ ალბათ იფიქრა რომ ჩაქუჩი ყველაზე კარგია და ჩაირწყა თვითონ ჩაქუჩი თავში და მე იასამნისფერი ფერი, აი ზოგადად რომელი ჭრილობაა რომ იასამნის ფრდება შეგიძლიათ ამბობთ? კაი, აი ხა შენ მოყევი ერთი ამბავი, თუმცა ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელიც უნდა გაჩვენო. მაყურებელსაც, ანუ საჯაროა ეს ვიდეო. ნახე რას როზე. აი თუ მძიმეა შენთვის გადავახვევ და ბოლო მომენტს აგიხსნი რაც ხდება. კაი, ეს საჯაროდ გამოდებული ვიდეო, ეს არ არის პირადი ვიღაცის გამოგზავნილი. აქ არის სრულად რეალურად ნაჩვენები დასაწყისი და მერე შენი მისვლაც და შენ რო ჯდები მანქანაში და არავის არ ითხოვ ამ მანქანაში ჩაჯენაზე რა. ანუ შენ ჯდები შენ მანქანაში და ეს მეორე ადამიანი მოდის და თვითონ გიჯდება ავტომობილში. აი მან რა მოხდა? საერთოდ არ მინდოდა ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ ნუ რახან ჩამიგდეს ჩემი მეგობრებმა ეს ვიდეო. ნუ ინტერნეტში დევს ეს ვიდეო, ხო, ყველგან. ყველამ ნახა უკვე ეს ვიდეო და ავტორს მინდა რომ მართლა გულწრფელად ძალიან დავსერიოზულდი ახლა, მაგრამ ნუ რა იყო ცოტა სერიოზული ეს გადაცემა, აიტანს. ავტორს მინდა რომ მადლობა გადაუხადო, იმიტომ რომ მე კი ჩემი სიმართლე დავამტკიცე, მაგრამ სად რო ნახავ და სად რო შენი თვალით უყურებ ყველაფერს. ეს რომელი კადრებია, იცი? წესიდარიგით ქრონოლოგიურად თუ მიუყვებით, ქალი ამბობს რომ მეო ორჯერ ვარ სულ შენახვედრი ამ კაცსო და ნანახი არ მყავსო და აი რო უყვები რო ავედი და მანამდე დავინახე რომ მანქანაში ერთად ისხდნენ თქო აი ეს მომენტია ალბათ მანქანაში რო ზიან სხვა შორის დიდი ხანი ვიჯექი და ვუყურე მათ ურთიერთობას მე მივედი რო გადმოვიდნენ მანქანიდან აქეთ თავს დამესხდნენ და ანუ რომ მივედი უბრალოდ ბოდიში არ დამავიწყეს ტელეფონი ჩამთე რა და მინდოდა რომ გადამეღო იმიტომ რომ ზოგადად როგორც ხდება ხოლმე ღალატის დროს როდესაც შეუსწრებ და არაფერი არ გაქვს საშუალება რომ გადაიღო ვეღარ უმტკიც ქონია რა ეგეთ შემთხვევა და აქეთ მე გამომიყვანეს გიჟი და ამიტომ ტელეფონი ჩავთე რომ გადამეღო ეს ყველაფერი და ყველაფერს გეფიცებით ისე ბინარიულ თითებს ვერ ვგრძნობდი და სავარაუდოდ ამ გადაღების დროს ვეღარ გავთვალე ან ხელი არ დავაჭერე ნუ მოკლედ ვერ გადავიღე რა მაგრამ ამ ქალბატონს ეგონა რომ მე გადაღებული მქონდა ეს ყველაფერი ეს ტელეფონი მე ხელში რომ მეჭირა და რომ დავინახე და რომ მივხვდი რომ აღარ მინდა იყოფნა გამოვერიდე და გამომყვნენ უკან და ისწორედ ეს მომენტია ეხა შენ რაც მაჩვენე რომ გამომყვნენ და აქეთ რომ მიკივიან მიწევიან და ეს ტელეფონი მივხვდი რომ ვიდეოს წაშლა უნდოდა ამას ამას შენ ვიდეო არ აქვს ქონდა მე მეგონა რომ მქონდა, მაგრამ თურმე არ მქონია და ამას მიკიოდა რომ არ მისულიყო მის მძახლებამდე ეს ყველაფერი და წაშალე შენ გინდაო რომ იმათმა გაიგონო და საერთოდ არ იყო ჩემ ინტერესში რომ სადმე მისულიყო. მეკანად გურდებოდი რომ ნახავდი რომ ვიდეო არ არის. ხო და ჩავიდე ჯიბეში უკან. ხო და ჩავჯექი მანქანაში და არ დამანება თავი ჩამიხტა მე მანქანაში და ჩანს კიდევაც მანქანაში ჩამიხტა და იქ უკვე დაიწყო ჩემი შანტაჟი. ხო. და იქ დამიწყო უკვე კივილწეველი რომ მეშინე მანქანაში არ შემოგიყიდე რაღაცად მოკაჩული რომ იღლიაში რო ყავს ამოდებული. აი არ ვიცი. არა. რაღაცა აღჩობდი მგონია ეს თუ რაღაცა. არა. აი ეს მანქანაში რო ჩამიჯდა იქ უკვე კიოდა რომ მე მაბრალებდა რომ მე ვარ საზიზღარი ისა და რაღაცა საშინელებები და იქ უკვე მე უკვე კიოდი ბოლო ხმაზე რომ გადადი მანქანიდან თქო და ნუ ბოლო გადაბრძანდა მანქანიდან და მე წამოვედი. მაგრამ აი ეხლა მაინტერესებს რა პასუხს გაცემს საზოგადოებას რომელიც ამბობს რომ ავიდა სალომე ჩაქუჩით და ჩაარტყა მას სად არის ჩარტყული მანახა გოგო შეიძლება მაგან ვახოც ვეღარ გაიხსენოს ყველაფერი შენ წამოგიღია და რაღაც შენი ვახო მარტო იმას ქონება უნდა იქ და ხო და რაღაც უნდა თუ ვაკეშსა და რა მითხარი იცი აქ არის ამბავი ის რომ ერთი არის მეუღლე დიდი წლების და მეორე არის მეგობარი. მე შენთანო არ მეგობრობდიო და რა ვიცი მესიჯი ხო იყო რომელიც შენ გამოიტანე სადაც. მესიჯი მაქვს რომ მადლობას უხდი რომ მე მის ცხოვრებაში ვარ. მეგობარა ჩემო უშვა და ქმარის წართება დააპირა.
მარტო ქმარი ქონებაც. რა შორჩა? და მე მახოზე მეცინება ეს მრავალშვილიანი დედები რომ მოყავთ. ვინმე ციტყვი ახალგაზრდა შვილი გარეშე რა. წითელი ჯარი აქვს. ორი თვე გამონათდა ხო იცი რომ მრავალშვილიანი სტატუსი მიენიჭა 8 შვილი გამოდიოდა და ეხლა მაგაზე მე მგონი კარგად იძლევიან კრედიტებს მრავალშვილიანობაზე. შეიძლება ეგ გქონდა განზრახვა. კაი, რა მითხარი, იცი, აი შეღებილი ფერი, საიდან გაჩნდა ეს ვარდისფერი ფერი თუ რაღაცა იასამნის ფერი? არა, დედა ვარდისფერი ყოფილიყო, იასამნის ფერი იყო. აი, როგორია, იცი, ჩემთვის ენდროსფერია. აი, არ არის ენდროსფერი, შინდისფერი. მარგანცოვკა. მარგანცოვკა ადრე რო იყო, იბარა ხვნილი იყო მარგანცოვკა, იმის ფერია. ალბათ არ გქონდეს ეს უსვათ ვერ იყიდა. ეს? არა, მე მგონია რომ ამაზე რაღაცა ძლიერი დაიდე რა ქერაზე და მივხვდები. რა ქერაზე დავიდო? დადებული. ამბავი არის იმაზე, როგორც გავიგე, რომ ნუ არ ვიცი, ესე ჭორის დონეზე არის საუბარი, სასამართლო პროცესი მიდის. და გიჩივლა? და სასამართლო პროცესი შეიძლება, ითხოვენ შენ დაჭერას. ითხოვენ, არა, ითხოვს. ხო, ნუ ის ადვოკატიც ხო არის? მასე ვახოსაც რატომ ითხოვდა. ვახო არ აჩერებს რომ რა გაჩერდა? ვახო არ არის საქართველოში, ხო? სად არის? ვახო აღარ ეკონტაქტება სამწუხაროდ. არ ვახო არ არის საქართველოში, წავიდა ხო ვახო თუ ანუ საქართველოს გადავიდა სხვაგან საცხოვრებლად? არ წაიყვანა? ვერ წაიყვანა. მე მგონი გაიქცა. არ გაქცევით არ გაქცეულა უბრალოდ რაღაცნაირად ესე გადაწყვიტა რომ დროებით წავიდეს და რაღაც საქმის გამო მოუწია და გადაწყვეტა. შენ რატო იყავი 5 თვე სტამბულში გადასული? სტამბულში იყავი ხო? კი, ბავშვების გამო. ბავშვების თუ? იმიტომ რომ ბავშვებს წერდა საშინელებებს და რაღაც ფეიქ გვერდებით და ნუ მოკლედ საშინელი ის იყო რაღაც სიტუაცია და გავარიდე რა აქაურობას. გეგმავდა, კაი რაღაცა გეგმა ქონდა და უცებ ერთ ღამეში ისაც მეწოდება რაღაცნაირად იცი? ხო, მეც. რატო? რა არაფერი არ დარჩა და თავის გახეთქილი დარჩა. აი ხო შეიძლება რაღაც აი ან აზიური რესტორნის ბიზნესი ან რაღაც აზიური რესტორნის ბიზნესი. არაფერი არ დარჩა, რაც ქონდა ისიც ანჯი ხარჯად ეს ვარდისფერი ძაღლებავი. კანმა ხვის მანქანაში, ჯერ საყვარლის მანქანაში გცემონ, მე ცოლის მანქანაში გცემონ. არც ახლი, არც კარი და თანაცემით წამოხვიდე. აი, ცრემლი ხალხმა დაინახოს, მეწოდება რაღაცა. ზოგადად მსგავსი ამბავი ისედაც დამალული ხო მაინც სადღაც ვიღაცა მიცის და საჯაროდ რო გამოვა მთელ საქართველოზე და მე მგონი საზღვრებსაც გაცდა ეს ძალიან სალომე გოგიაშვილით გახდნენ ეხლა ეგენი პოპულარულები რატო იცი მე იმ დღეს ქუჩაში სანამ ვახო აფრიკაში გაფრინდებოდა დავინახე და ვერ ვიცადი მე ვხედავთ იმისა ერთად გვიკეიფია დოლგარმოზე არ ხო იცი ეს ძახის ხო იცი სადაც კი ისო გადაპარსულ თავიან კაცს ნახავ სულ ერთად ის გონია მაგის ქმარიო სულ ვახო გონიო მე ვახო დავინახე თქოს იმ დღეს ოკრიბაში მეთქი ვახო საკრაუნდ დიდუბეში ის ხო არ გავიჭა იწყო მუშაობა სალომე წაარტო ყველა გავიგე აფრიკაში და ვერ ვიცანი შენ გააცანი ხალხს ეგენი ხო, კაი, რაღაცა სიკეთე მაინც ხო გავაკეთე რა. ყველა არაფერი აღარ დარჩა და ის მაინც იყოს, რა ქვია, ცნობადობა მაინც ხონდეთ, მაგრამ ვაი მაგ ცნობადობას ჩემო. რა მითხარი ახლა შენ მომავალში აპირებ თუ არა ურთიერთობის, ანუ შენ თავს მისცე უფლება რომ ახალ ურთიერთობაში შეხვიდე. და შენ მეგობრებს გააცნო მე ის მეორე ნახევა. მე მარტო ბიჭებს გავაცნობ, ამ იერიდან მარტო ბიჭებს გავაცნობ ჩემ მეორე ნახევა. ბიჭებშიც ფრთხილად ეხლა. რაღაცა ამის შემდეგი მეორე ნახევარი შემიწოდა. რამდენიმე წელში ორი ბავშვი და უძრავი კიდე დამატებული კიდე ზემოდან. ესე იგი შენ დაგჭა ამ ურთიერთობიდან სახლი დიდი კერძო სახლი დაგჭა რესტორნის ბიზნესი ავტომობილი თვითმფრინავი თვითმფრინავი ის წილი აქვს თორე თვითმფრინავი კი არა წილი ჯეტი და იახტა და კიდე შენ ახალი ამბავი ვიცით რომ მიწა იყიდე და ახალ სახლში შეძლო. კი. და შენ უნდა თქვა ფული არ მაქვს შუა გზაში ვიყიდი. ვინ თქვა ფული სად როდის თქვი ფული არ მაქვს თქვა. ვაიმე სულ მოწყო ნაციონალებიდან დაწყებული სულ მოწყო. არა მაშინ. ი დამეხმარა ეს დამეხმარა ნეტომ ეს დამეხმარა. არა კაცო იმ დღეს ვახოს წერდა რომ 1-20 წელი. მონო მიყიდე თქვა მონო რო იყო. ისე გაუჭიდა კაცო აფრიკაში არის დუკუ და ამ დროს ტომში ბღერის ამ დროს აი ეს კიდე აი ყველა ფეშენს
სასტუმროში ერთი გააქცია ალთას, მეორე ბალთას, თვითონ დარჩა შუა ვერაზე წამოჭიმული თუ ვაკეში და კიდე იქონებები და იმები. არ ვარ ღირსი ამდენი ნერვიულობით. ჭორთა ბიუროს თავმჯდომარე, იცი რა ინფორმაცია ზოგადად ღალაძე არის ამბავი, ყველაფრის ჭორთა ბიუროს თავმჯდომარე, იცი რა ინფორმაციას წავსრულებ. აბა ჭორთა ბიუროს თავმჯდომარე ხო იცი რა ინფორმაციას ვფლობ, გავშალო ახლა კარტები. მის ის ამბავი მოყევი, შენ დავახორო იყავთ იტალიაში. და სასწავლებლად და სასტუმროში ვარ დაგიყენა გვერდზე. ნახე რა სოისხარია. აი იქიდან უნდა გაგეშვა ეგა. იქიდან იყო მოსაშორებელი. იბილი არა ვარ. იქიდან დაიწყო ყველაფერი. მე просто არ ვიხარი. მე ვიცოდი რას გორდამთავრდა. მე ვახოზე არ უყვები, იმიტომ რომ ბავშვები უყურებენ და არ მინდა რომ ბავშვს გული ეთქინდოთ და ამიტომ თავს შევიკავებ. სხვა დანარჩენი რამდენი ადამიანი. რაღა შემოყევი შიდა წრეში ბარემ ტელევიზორში მოგეყოლა ჯობდა. იმასთან მოყოლა. იმასთან მოყოლა. რო გამოვიდი ეგრევე დავრეკე თურმე რა გავიგებ მეთქი. სორი შიდა რეკა. ჩამოუყევი ესე ხო? კაი. ესე იგი, სამომავლო გეგმები გავიგეთ. აი ახლანდელი სიტუაციაც გავიგეთ. სამომავლო ნუ პირაში რომ შენი გული ისევ თავისუფალია და ეხლა უნდა გადავიდეთ თამაშზე. ვითამაშოთ? არ გინდა? კი, სიამოვნებით. აი ეხლა გავარკვევთ, ჩვენ ვართ ექსპერტები, კრიმინალური ექსპერტები, რომლებიც გავარკვევთ შენი ხელის ძალას. აი როგორ შეგიძლია მოუქნიო. მეც მაინტერესებს და. ჩაკუჩი არჩევანზე. მე ჩანავარჩიო? კაი. ახლა გადაცემა სარკასტიკაში თამაშის დროა! დაი ჩემო სალომე, თამაშის დროც მოვიდა. აუ როგორ კარგი თამაში შეგირჩიეთ. თან ჩვენმა სპონსორმა მიჰაუსმა გამოგვიგზავნეთ ჩაკუჩების ბრავა ფეროვანი. დიდი მადლობა მიჰაუს. თამაშის აზრი არის ის, რომ ვარჩევთ ჩაკუჩს, რომელიც ჩვენთვის უფრო კომფორტული იქნება. აი რომელსაც უფრო სახელდახელოდ ძალიან ხშირად ხმარობ ხოლმე და უნდა ამოარჩიო გოგრა და ეს არის სისტრაფეზე ვინ პირველი ჩალეწავს და დახეთქავს გოგრას. თავარი ადამიანებისთვის რო იყოს გასაგები, თავარი არის ის, რომ უნდა ამოარჩიო რომელი გოგრა გინდა შენ. რა არის? აუ, აი რა. ვერ მივხვდი ხო შემოატრიელი თუ ისე ვისია. ვაიმე! ამოარჩი რომელი გინდა. აუ, კაი რა. აჰა. ეს რო არ შემოატრიალოთ და იყოს ესე? არა, არ ვარ, აჰა, მითხავ. ეს ხო შენთვის ძირფასი ადამიანი. და ჩაკუჩი შეგიძლია ადამიანები რომლებიც ჩემ ძალიან გიყვარს. ეს ადამიანები რომელთაც ერთად უამრავი თბილი მოგონება. ჩემი ბავშვები. იცი რა არის? დადე პოსტი მარტო ჩემი. მარტო ჩემები. და მეორე მჩება მე. ფაიმე. ეს რო ვქნათ შეიძლება? ფაიმე. რა სიტყვი? კაი. ანუ მარტო თამაშობ შენ არჩიე ჩაკუჩი მაშინ. ნუ ახლა ორი ცალი ერთად თუა მაშინ იყოს. ყველაზე დიდი არის. თამაში არის სისტრაფეზე. დავიწყო? პრიზი რა არის? პრიზი ჩვენ გავდივართ. იქ გავიგე, რაც სახლი დამრჩა და აქ რა არის პრიზი? აქ არის პრიზი გოგრის ფაფა. არ მინდა რა გოგრის ფაფა. ვაიმე, მიდექით, მოდექით, სანამ ეხლა ამას ვიზავ რაღაცა მიდექით. კარგი, ჩვენ პრიზს ვიპოვით. 3, 2, 1 უფალო შენ გუშველა. ფაიმე. 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 გადაგოხდა. ფაიმე. ამას კიდე ესუთო. რა მაგარი თავი ქონია ვახო ბიჭო. ფაიმე. რა სადისტურად. ფაიმე. 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 ვაი, კარგი ცოდუა დაანები იმას დაარტყი. ვერ უთყავ, არ ვიცი, კარგად მოიცადე. ფაიმე. მიდი. ენერგია. აიშენ. ფაიმე. ჩვენი სპონსორისგან Flame Food-ისგან, რომელიც არის თბილისში ყველაზე გემრიელი სტრატეგიაში, მისგან გადმოგცემთ ვაუჩერს. ძალიან დიდი მადლობა. მდებარეობს ვარკეთილში სოფლის 45-ში, ასე რომ ესტუმრე. ოღონდ აუცილებლად ვახოს ერთად ნაბიჯი. მეგობრებო, ეს იყო გადაცემა სარკასტიკა, ჩვენ გემშვიდობები. მომდევნო ეპიზოდამდე წაიღებ. კარგად. გოგრას წავიღებ. და ბლენდერი ვახო. კი.